მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს არის ჩვენი 24 ონლაინ კონფერენცია, უკვე რამდენი კონფერენცია გვაქვს ჩატარებული, რომელიც ტარდება საზოგადოებრივი ინიციატივებისა და სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა ონლაინ პლატფორმის ინიციატივით, ცენტრის ინიციატივით. ეს არის დემოგრაფიული უსაფრთხოებისა და ეროვნული მდგრადობის სტრატეგია, დემოგრაფიული გაჯანსაღების პროგრამის მომზადების პროცესი, რომელიც ფაქტიურად ჩვენ დავასრულეთ, უნდა ითქვას. ეხლა ვართ უკვე გადასული მის რეალიზების ფაზაში, თუ როგორ მოვახდინოთ მისი რეალიზება. როგორც ყველა კონფერენციის დასაწყისში ვამბობთ, ყველამ კარგად იცით, რამხელა შესწავლა ჩავატარეთ ჩვენ არსებული ციფრებისა, არსებული სტატისტიკური მონაცემებისა, რაც გვაქვს დემოგრაფიული ინდიკატორებისა და ვთქვათ იგივე მოსახლეობის გადინების, დეპოპულაციის კუთხით, ასევე გავაკეთეთ მათემატიკურ მოდელზე გაანგარიშებით, დაგნობით, ესე იგი პროგნოზირება, მოდელირება, სცენარების რა მოხდება, ასევე გამოვიყენეთ სხვადასხვა AI პლატფორმა ამის გადამოწმების კუთხით და ძალიან მოკლედ ისე ყველას შევახსენებთ ჩვენს კონფერენციის მონაწილეებსაც, მსმენელებსაც, რომ დღევანდელ პირობებში, როცა ქვეყანა დატოვებული აქვს 1,780,000 მოქალაქეს, საქართველოს დატოვა ამ შენარჩუნებით, ამ გადინების შენარჩუნებით, ჩობადობის დაცემის შენარჩუნებით, მოსახლეობის გადაბერების გათვალისწინებით და ეთნიკური ჩანაცვლების პროცესის გაღრმავების გათვალისწინებით, პროგნოზი გვაქვს ძალიან მძიმე, 8 წელიწადში საქართველოს შედის დემოგრაფიულ კოლაფსში და 2036-2050 წლამდე ყველაზე ვთქვათ, უფრო ესეთი პოზიტიური გათვლებით თუ იტყვიან და არა პესიმისტურით, მაინც ძალიან მძიმე შედეგები გვიდგება, მოსახლეობა დავა 2,600,000-მდე, ნაყოფიერების კოეფიციენტი დაიწევს 1,5-ის ქვემოთ, გადინება გაიზრდება, დაცლა ტერიტორიების მოხდება შრომის უნარიანი და რეპროდუქციული უნარიანობის მქონე მოსახლეობისგან, ყოველი მე-3 იქნება 65 წელს გადაცილებული, ანუ იქნება ერის გადაბერება, ყოველი მე-4 იქნება უცხოელი, მოხდება ეთნიკური ჩანაცვლება ქართული ეთნოსის და მოსახლეობისგან დაცლილი იქნება 70%-ზე მეტი სოფლებისა. იქ გვეღოლება დიდი თავკომბალა თბილისსა და ბათუმის კუთხით, რაც გამოიწვევს თვითონ ეთნიკურ-კულტურული ცვალებადობას, ლანდშაფტის, დემოგრაფიული ლანდშაფტის შესვლას და ეკონომიკის აბსოლუტურად სხვა რელსებზე გადაყვანას, როცა სახელმწიფო ბიუჯეტს აღარ ექნება საშუალება სოციალური უზრუნველყოფა გაუკეთოს გადაბერებულ მოსახლეობას. ეს ყველაფერი გვიქმნის ეგზისტენციალურ პრობლემას, შეიძლება ტერიტორიები დავკარგოთ, განსაკუთრებით კი ეს არის საზღვრისპირა ტერიტორიები, რომლებიც აბსოლუტურად დაცლილი იქნება. ეს არის ჯავახეთი, ეს არის კავკასიის ქედზე მიმდებარე ტერიტორიები, ეს მთიანეთი, თუშეთი, ფხოვი, ხევსურეთისა და ფშავის ჩათვლით, ასევე ზოგიერთი სვანეთის რაიონები და რაჭა-ლეჩხუმის. აი ესა გვაქვს ჩვენ ის პროგნოზი, რომელშიც შეიძლება შევიდეთ. ამიტომ მომზადებული პროგრამა, რომელიც არის ჩვენი დემოგრაფიული გაჯანსაღების პროგრამა, ითვალისწინებთ ყველა ინდიკატორის გაჯანსაღებას, მშობადობის გაზრდას, ოჯახების შექმნის ხარდაჭერას, მრავალშვილიანი ოჯახების, ესე იგი, უზრუნველყოფას, მათ შორის ესე იგი, რეპროდუქციული მომენტებისა და გამრავლების და შვილის ყოლის სპეციალურ პროგრამებს და რა თქმა უნდა განსახლებისა და ჩვენი დემოგრაფიული რესურსების განსაზღვრისა და ტერიტორიებში ჩასახლების სპეცპროგრამებს. ეხლა ეს ყველაფერი თქვენ კარგად იცით, რაზეც არის საუბარი, ამას მოკლედ იმიტომ ვიძახი, რომ ახალი შემოსულები ვინც არიან, კარგად იცოდნენ, რაზე არის საუბარი. ამიტომ ეხლა ჩვენ გადასული ვართ უკვე ესეთ ფაზაში, როცა უნდა მოვამზადოთ და შევკრათ მთელი ეს ინფორმაცია
და შემდგომ უკვე მთავრობას გადაეცეს რეალიზებისათვის. ეს ჩვენ დღის წესრიგშიც გაწერილი გვაქვს, ამიტომ ჯერ მოვისმინოთ, ესე იგი, სამების პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობა როგორ მიდის და ჯიხა სამების კოოპერატივის შექმნის პროცესი როგორ მიდის. შეგახსენებთ, რომ აი ჯიხა დავარქვით ჩვენ იმ მოდელს, რომელიც ისრაელში გამოყენებული, ეს არის მაშავისა და კიბუცის ვარიანტი, ამას ესეთი სახელი დავარქვით, ქართული ჯიხა ნიშნავს სვანურ მეგრულად ნიშნავს სვანურ მეგრულად ნიშნავს ციხესიმაგრეს, სიმაგრეს, კლდეს, ოჯახის სიმტკიცეს და საერთოდ ტერიტორიის სიმტკიცეს, ასე რომ ეს სახელი შეესატყვისება იმას, რაც ჩვენ ესე იგი მიგვაჩნია, რომ საქართველოში უნდა გავრცელდეს. მაგრამ ვინაიდან ჯერ კანონი არ არის მსგავსი მოდელის გამოყენებისა, პირველი ეტაპი ეს არის კოოპერატივის გამოყენება, ანუ ადამიანების კოლექტიური ურთიერთობისა და თანამშრომლობის საფუძველზე სოციალური და ბიზნეს პროექტების განხორციელებისთვის გამოვიყენოთ ეს კოოპერატივი. ამიტომ შეირჩა, რომ პირველ ეტაპზე ეს სამებაში დავიწყოთ კოოპერატივების შექმნა, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ის განვითარების პროექტი, რომელიც შედგა, იმის განხორციელება დაიწყოს და სახელმწიფოს მიეწოდოს ის ფორმატი, რომელიც დაფინანსებასაც ის შეძლებს. ხო, ამიტომ ეხლა მინდა ეს ჩვენი საპილოტე პროექტი ნინოწმინდის რაიონის სოფელ სამებას რაც უკავშირდება, გვითხრას ბატონმა ბადრიმ, ბატონ ბადრის თხოვთ და მე ქალბატონ გულნაზის, ანუ იქ როგორ მიდის ეს შერჩევა კონტინგენტის ჩასასახლების და რეგისტრაციასთან დაკავშირებით რა მდგომარეობა გვაქვს. ბატონო ბადრი, სად არის ბატონი ბადრი? რაღაცა ბადრი გამოგვეთიშა. ბადრი გისმენთ და სხვებმა გამორთოთ რა ჩვენი მიკროფონები, რომ ბადრის მოусმინოთ. უცებ გაეთიშა. მოკლედ ვისაუბროთ, რა გვაქვს, რომ გადავიდეთ სხვა საკითხებზე. ესე იგი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მეგობრებო, ჩვენ ერთი კვირა დიდი კარგი საქმე გავაკეთეთ, ანუ შეხვედრებით გქონდა სააგენტოსთან, სოფლის მეურნეობის სააგენტოს დირექტორთან, ბატონმა გოჩა ჩვენმა მეგობარმა დაგვეხმარა. მასთან ჩამოვყალიბდით თელი საკითხებზე, გეგმებით დავსახეთ, ყოველ შემთხვევაში გვერდში გვიდგას სააგენტო, ეს ერთი მხარე. მეორე მხარეს კიდევ როგორც ორგანიზაციული მხრიდან ბატონ ლევან თქვენი მითითებით ისიც მეორე პარალელური ორგანიზაციული წესდებაც დავამუშავეთ, გუშინაც დღესაც ბატონ თორნიკესთან ერთად ვიმუშავეთ. ერთი სიტყვით თლიანი ჩარჩო უკვე გამზადებულია და წინა ის სამუშაოები მიმდინარეობს, რომ ზუსტად იყოს ჩამოყალიბებული ყველა პუნქტი, რომელი პუნქტზეც ჩვენ რომ არ დაგვიხარბეზოს რეესტრმა რომ არ დაგვიხარბეზოს, ამაზე მუშაობთ და ამიტომ ერთი კვირა კიდე გვინდა, ალბათ მომავალი 4 შაბათისთვის უკვე შეტანილი იქნება უკვე რეგისტრაციისთვის გამზადებული და მზად ვიქნებით ამაზე. ამასთანავე კიდე მუშაობთ იმ ხალხთან, იმიტომ რომ ეს ძალიან შრომატევადია. გულისხმობ იმ ოჯახებზე, რომელი ოჯახებზეც ბევრი ყავს სურვილები, მე ვთქვი რომ სიაზე ყავს 80-მდე კომლი, მაგრამ აქ ძირითადი აქცენტს ვაკეთებთ 10 კომლზე, 10 კომლზე, რომელი 10 კომლიც კონკრეტულად მთელი თავისი მონაცემებით იმსახურებს დახმარებას და ვალდებული ვართ, რა თქმა უნდა, დავეხმაროთ და პირველად სიაში შევიტანოთ. აქედან 4 ოჯახი შეარჩია ქალბატონმა გურნაზ ჩილიგარაშვილმა და 6 ოჯახიც მე შევარჩიე, დღესაც ვიმუშავეთ ამ თემაზე. ბატონი ავტომეხმარებოდა ჩვენი ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, აქტივისტი და თემური ნაკაიძე. ორივეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ახალქალაქის თემაზეც ჰქონდა სამუშაოები, შევხვდით იქ წარმომადგენლობას. ამ თემასთან დაკავშირებით მე თავს შევიკავებ, რომ ყველაფერი საჯაროს ვერ გავხდი ამ თემას, მაგრამ თავარს ვიტყვი იმას, რომ მუშაობთ, რაც შეიძლება მთელი 24 საათიანი რეჟიმით, რომ ფაქტიურად გავიდეთ შედეგზე. აქედან თუ კითხვები იქნება, მე კითხვებს ვუპასუხებ.
ანუ მომზადებულია ჩარჩო წესდებისა თავიდან ბოლომდე გამზადებულია, ხოლო ამ ოჯახების შერჩევა მოგვცა ცოტა დრო წაგვართვა, ძალიან შრომატევადია და დღეს უკვე მთლიანად ჩამოვყალიბდით, აი დღეს დავასრულეთ ეს ყველა ოჯახი, ვინც რომ კონკრეტულად პირველ ათეულში შეკვავს, ამან ცოტა გაგვიწელა ეს სიტუაცია და იმიტომ რომ ის ძალიან ბევრია მსურველი მტყობნელი და ახლა ყველას რა უნდა ისე არ გამოვა, იმიტომ ეს კომისიის ფარგლებში უნდა მოხდეს ამ ოჯახების შერჩევა, მე მათი სოციალური მონაცემები მთელი თავიდან ბოლომდე არის გადასამოწმებელი, ამიტომ ამან წაიღო ცოტა დიდი შრომა. აქედან გამომდინარე ჩვენ მას შევძელით ამ შრომატევადი საქმის ერთი სიტყვით მოგვარება და შევარჩიეთ ის კომლები, რომლებიც გათვლილი გვყავს ის 10 კომლი მომზადებული, რომელიც ორშაბათისთვის შევიტანთ უკვე განაცხადს რესში. აი ეს მონაცემები მაქვს და მუშაობთ კიდევ იმ კოდებზე თავისუფალი მიწებთან დაკავშირებით. დღეს ბატონმა თორნიკემაც კიდე მომაწოდა, კიდე ხელმეორედ გადავამოწმე ამ კოდების იურიდიული ფორმატი, ხო და ერთი სიტყვით მზად ვართ, რომ მთელი ეს მონახაზი წარმოადგინოთ შემდგომ კონფერენციაზე, უпростоროდ. აი ეს შემიძლია ვთქვა. არის მის ხმა არის მის გვესმის გულო არა ბატონ ლევანს აქ გამორთული ერთ რაღაცა შეგახსენებ თუ შეიძლება შენი ნებართვით მე ვყავს 5 ოჯახი შერჩეული ერთი ოჯახი არის შვილი არ ყავთ ახალი და ქორწინებულები არის წყვილი რომელიც თბილისში ცხოვრობენ ქირით და დიდი სიამოვნებით ჩამოვლენ ეს მე-5 ოჯახი კი ბატონო იყოს მე-5 ოჯახი და მომიგზავნიან საბუთებს და მოგაწვდი მაგ ინფორმაციასაც დეტალურად ვინ არის და როგორ არის კი ბატონო მე არ მაქვს კი ბატონო ეს ანკეტების შევსება როგორ მიდის რომ ეს ანკეტა უნდა იყოს თანდართული ყველაფერი შევსებული კი ბატონო ახლა ამ თემასთან დაკავშირებით ის ანკეტირება რაც ბატონი გურამის ფორმატში გავაკეთეთ ჩვენ გვაქვს შევდივართ და ვამოწმებთ ამ მონაცემებს მაგრამ როგორც ვილაპარაკეთ თქვენთან შეთანხმების გარეშე ამას ვერ გავაკეთეთ ბატონ ლევან ჩვენ ერთობლივად ვილაპარაკეთ მე და ბატონმა გურამმა რომ შეიქმნება ცალკე საიტი ეკომიგრანტებისთვის ცალკე პორტალი უფრო ადვილი იქნება იმიტომ რომ იმ ფორმულამ იმ ფორმატმა რაც ჩვენ გვაქვს დამატებითი კითხვები გააჩინა ისევ იმ ეკომიგრანტების მხრიდან იმიტომ რომ იქ ფართო სპექტრი აქვს მოცემული და ეს ფართო სპექტრი არ არის აუცილებელი ეკომიგრანტისთვის მაგი ხო ვილაპარაკეთ ის რა ქვია ბადრი წინა კონფერენციაზე ვთქვით რომ ეს ის პუნქტები რაც რეპატრიანტებს და ემიგრანტებს ეხებათ ეს არ არის საჭირო შიდა მიგრაციისთვის და გამარტივებული ისა ხო თქვით რომ ვაკეთებთო და გაკეთდაო ანკეტა გამარტივებული თითქმის გამარტივებულია ყოველ შემთხვევაში ის ახლა იქ გადაუგზავნეთ თითოეულ ბენეფიციარს ლინკი მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური ინფორმაციისთვის რაც შესაძლებელი იყო და ოჯახური მდგომარეობა და დახმარება სახელმწიფოდან მიიღო თუ არა სულ 4 ის არის კითხვა არის გასაკეთებელი და ამან ცოტა შრომატევადი თემა გაწელა დროში და უბრალოდ მთლიანად ვერ მოვასწარეთ მაგრამ დღეს უკვე თითქმის შეგვიძლია რომ ეს ძირითადი ის არტიკული რომელიც რომ უკვე პირველად სიაში ყავს ეს უკვე მზად არის ასე რომ შემდგომ იმაში ორგანიზაციაში შევიყვანეთ ეს არტიკული პირდაპირ სადამფუძნებლო სიაში აქ ბატონი ზურავი გვესწრება ახლა დღეს ერთ-ერთი პირველი ნომრით ბატონი ზურავი ყავს და ერთი სიტყვით მუშაობთ თითქმის მუშაობის პროცესში ვართ და მე წინააღმდეგობა რამე არ არის არც ხელი შემშელი თემა არაფერი არ არის ჯერჯერობით ხოლო დროის ფაქტორია და ამ დროსაც მე მგონი იქით კვირაში უკვე ბატონო ავტო ხო არ გინდა თქვენ დაამატოთ რა მო ბატონი ავტოს და გულნაზეს გამარჯობათ მოგესალმებით ბატონო მან ის რაც იყო რა ქვია გამოვტოვეთ ის ადგილები და
ახალი ფორმატის და ჩარჩორა რაშია საჭირო არ ვიცი. ანუ მიგრანტების შესახებ რა კითხვებიც იყო, ისინი გამოუტოვეთ და დანარჩენი შევავსებინე. აუცილებელია დაუშვათ ახალი ფორმატის შექმნა. არა, თუ არის შევსებული, რა პრობლემა არის, რაც გჭირდება, ის მონაცემები უნდა იყოს, თორე მაგი მე გადავაკეთოთ ეს ანკეტა და დამთავრდა რა. თუ შეავსეს ძირითადი მონაცემები, რომ ვიცოდეთ, ეს არის კონტინგენტი, რომელსაც თქვათ არ აქვს მიღებული სახელმწიფოსგან ბინა, რაღაც სახლები, არ მოხდეს გადაფარვა, რამე შენიშვნა ამ ჩასასახლებელ კონტინგენტზე რო არ გაჩნდეს რა. იმიტომ კეთება ეს ანკეტა და გადამოწმება. შეიძლება მას ეხლა შეიძლება ეხლა საქმე რაშია მეგობრებო ეხლა შეიძლება შიგა მიგრაციისთვის შეიძლება კი ასე და შევთანხმდით ამაზე არ არის საჭირო იმდენი მონაცემები კი არა იმისი ძალიან იმაზე ბევრად ნაკლები მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენ კი ბატონო ეს შიგა მიგრაციის ეხლა 10 კაცი შეიძლება შეავსოს ამოიღო და დაიდო წინ ამაში კი არ არის საქმე იმაშია რომ ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი მუშაობის სრული ელექტრონული ვერსია ნებისმიერ დროს როცა ვისაც დასჭირდება შიგა მიგრაცია იქნება ეს გარე მიგრაცია იქნება თუ რეპატრიანტები იქნება თუ ნაწილი რაღაცა იმ დევნილების ეს უნდა გასცეს ჩვენმა სისტემამ. ამიტომ აუცილებელია ყველაფერი უნდა მოვიყვანოთ ჩვენ წესრიგში და ერთ სისტემაში უნდა მოვიტანოთ. ამაშია საქმე. შეიძლება ახლა ითქვა ხო ამ წუთში. შეიძლება არ არის საჭირო ეს იმ კონკრეტული შემთხვევისას კი ბატონო ჩამოიყვანა 10 კაცი რა დაასახელე და დაიდე წინ და ჟურნალი. მაგრამ არა არ შეიძლება ჩვენ უნდა გქონდეს სრული ელექტრონული ვერსია. მომაწოდეთ, რაც საჭიროა და მე ვაქცევ მაგას გავაერთიანებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ნუ გავაკეთებთ ისე რომ რაღაცაში ჩვენ მერე მოგვედავონ, ჩვენ ბევრი წელი გამოგვიჩნდება და მე ვეტყვიან ეს რა არის და როგორ არის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაღალ დონეზე. ეს მინდოდა მე. მადლობა. კი ბატონო, მოდით ჩვენ ესე ისაქვნათ აქ რამდენიმე საკითხია ამ თემასთან დაკავშირებით. ეხლა იგივე თემას ეხება, რაც მე უნდა მოხსენება არა ინფორმაცია მომეწოდებინა. ესე იგი, რაც მინდა უთხრა ბატონ ბადრის და ქალბატონ გულნაზის ამ თემასთან მიმართებაში. ის სოფლის მეურნეობის კოოპერატივს თავი გაანებეთ, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობის კოოპერატივს ეხლა ვერ დავარეგისტრირებთ, სოფლის მეურნეობის კოოპერატივის დარეგისტრირებისთვის, რაც თქვენ კონსულტაციები გაიარეთ, ამისთვის საჭირო არის, რომ მიწაც იყოს, ქონებაც იყოს და აქედან გამომდინარე, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთოს, თქვა, სახელმწიფო გრანტების მიღებაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ კანონით დაშვებული კოოპერატივი, ჩვეულებრივი კოოპერატივია, რომელიც მუშაობს სოციალური, ეკონომიკური მიმართულებების განვითარებაზე, კონკრეტულად აქ სამებაზე არის ლაპარაკი, მე თქვენ მოგეცით, ესე იგი, შაბლონი იმისი კოოპერატივის, რასაც უნდა დაემატოს სამების მომენტები, იქ რაც ჩვენ ნათქვამი გვაქვს, კეთდება კანონის თანახმად კოოპერატივის რეგისტრირება, ვინც ახართ დამფუძნებლები, ვინც ახართ აი ჩასასახლებელი ხალხი თქვენთან ერთად უნდა მოაწეროთ ხელი სადამფუძნებლო შეთანხმება. სადამფუძნებლო შეთანხმება პლუს ეს წესდება, ამას არეგისტრირებდა всё ორგანიზაცია რეგისტრირდება. და როგორც აგიხსენით, არ ჭირდება აი ახლა ის ჩასასახლებელი ხალხი, ვინც არ არის, რომ ჩამოვიდეს ნინოწმინდაში ეხლა. მიდით თქვენ და გულნაზი, აი ბადრის და გულნაზის მინდა უთხრა, აგერ ავთოც, ბატონი ავთო, კიდე ვინც არიან თქვენთან მისასვლელი, მიდით ეს ხელი მოაწერეთ, მიეცით სია იმას იუსტიციის სახლს, ვინ უნდა მოაწეროს, ვინ არიან კიდე დამფუძნებლები, მოაწერინეთ ხელი, აგერ თამაზიც უნდა შევიდეს კარალაშვილი ფონდის სახელით და თამაზი თბილისში მოაწერს, ზოგი ასპინძაში მოაწერს, ეგერ ასპინძელი კაცი იყო, ხო? მივა იქა, თქვენ აიღებთ იმას განაცხადის ჩაბარების კოდს მოგცემენ იმ ფურცელს.
ამ ფურცელს ჩაუგდეთ ფოტო ან ის კოდი ჩაუგდეთ და ნებისმიერი მივა იმ სიაში ვინც არის შეყვანილი გვარს ეთყვის პირადობას აჩვენებს მივა ხელს მოაწერს აი ესე მოხდება ხელმოწერა და ასე დარეგისტრირდება ეს არ უნდა ამას შეკრებები და არ ჭირდება ამას ნოტარიუსები რა არ არის რთული ეს ამ პროცედურის ჩატარება ეს რო გავაკეთოთ ეს ერთი საკითხი ეხლა მეორე საკითხი რომ კარგად ჩამოვყალიბდეთ ეხლა გულნაზისთან ქონდა ჩვენ საუბარი ხა ამას რატო ყვებით ეხლა ჩვენ გავდივართ აპრობაციას როგორ უნდა დავაფუძნოთ აი ეს კოოპერატივები როგორ უნდა შექმნათ ის ერთეული რომელმაც უნდა განახორციელოს საპილოტო პროექტები თვითონ მონაწილე ადამიანებმა როგორ დავაფუძნო და როგორ განვახორციელოთ ამას ჭირდება ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა კოოპერატივზე ვთქვით უკვე კოოპერატივს უნდა გააჩნდეს ესე იგი საკარმიდამო ნაკვეთები და უნდა გააჩნდეს სასოფლო-სამეურნეო მიწები რო ეს ყველაფერი განხორციელდეს ანუ კაცი რო ჩავა სად უნდა აუშენდეს სახლი საკარმიდამო ნაკვეთი უნდა იყოს სადაც სახლი უნდა აშენდეს და უნდა მიეცეს გადაეცეს კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო მიწები სადაც განხორციელდება ის პროექტები რაც აი ქალბატონმა თეამ გააკეთა პრეზენტაცია გახსოვთ ალბათ ეს სოფლის მეურნეობის რაც არის მეცხოველეობა მერძეობა და ასე შემდეგ რა ეხლა რო არ დაუბრუნდეთ ამ თემას ესე იგი აქ გვაქვს ორი ძირითადი მომენტი ერთი რო არის მერაბ კოსტავას სახელობის ფონდი და იქ არის ეს საკარმიდამო ნაკვეთები რომელიც საკარმიდამო დარჩა იქ სახლი ფაქტიურად აღარც არის სამებაში ნახეთ რა მდგომარეობაშია აგერ გულნაზის დაგვიდასტურებს ამას იქ არის პრობლემა ერთი პრობლემა რომელიც უნდა მოვაგვაროთ ჩვენ პრობლემა არის საკარმიდამოებთან დაკავშირებით რომ ეს საკარმიდამო ნაკვეთები დარეგისტრირებული იქნეს ანუ უნდა იყოს ქცეული ის უნდა იყოს რეგისტრირებული უძრავი ქონება და ამიტომ იქ მე მგონი რამდენი 16 ნაკვეთი ვნახეთ ჩვენ რომელიც ამონაწერი ამოდის ხო ესეა გულნაზი 16 ჩამოგიგეთ დანარჩენი 70-ზე მეტი რომელსაც ამბობს რომ იქ არის ეს საკითხები ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე რომ მოვიყვანოთ კანონთან შესაბამისობაში. ამიტომ იქ რო გაკეთდა ეს აღწერა თუ რა ქვია აზომვა და ეს სისტემური რეგისტრაციის კუთხით სამების ყველა ეს საკარმიდამო ნაკვეთებში ჩვენ ჩავერთოთ, მოვახერხოთ ის რომ ამ საკითხებში რეგისტრაცია შევძლოთ, ეს დავასრულოთ, ჩართული ვარ, მეც მინდა გითხრათ, იქ რაღაც ცოტა გაურკვევლობა, აზომები ჩატარდა და ინფორმაცია არ არის და ეხლა მაგას ჩვენ ვერ დაველოდებით ესე რა. იქ თუ ვიღაცამ რამე იმაიმუნა, ამასაც გავარკვევთ. იმიტომ რომ ვიღაც პირებს დაურეგისტრირეს ეს საკარმიდამოები და ფონდს არ დაურეგისტრირეს და ეს ვერ დარჩება. ანუ ამ სამებაში ოფიციალურად 16 არის, რომელიც რეგისტრირებული ამონაწერები, აგერ მე თუ ნახე და გულნაზის აქვს. დანარჩენი რომელიც არ არის, ამას უნდა მივხედოთ. ანუ ესე აი ჩვენ სამოქმედო გეგმას ვიძახი ახლა. ხა მეორე საკითხი ეს ერთი თემა არის, ხო? ანუ ჩასასახლებელი კონტინგენტი, კოოპერატივის დაფუძნება, საკარმიდამო ნაკვეთების კოოპერატივში შეტანა, სადაც უნდა აშენდეს სახლები და ეს სახლები უნდა ააშენოს სახელმწიფომ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ასე გვაქვს ჩვენ ეს მიმართულება და სასოფლო-სამეურნეო მიწები. ხა მინდა გითხრათ, არის ესე იგი კანონი, რომელსაც ქვია ეს არის სახელმწიფო საკუთრების შესახებ ესეთი კანონი არის და ამ კანონში წერია ძალიან ბევრი საინტერესო თემები და იქ არის როგორც სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის წესი, გადაცემის წესი და ასე შემდეგ. ესე იგი ჩვენ რო ამას ვაქცევთ უკვე სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტად, ხო? ეს ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში მოვა. ანუ აქ შეუძლიათ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ეს არის კოოპერატივი სახელმწიფოსგან მიიღოს უსასყიდლოდ მიიღოს ესე იგი სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომელიც ამ სოფელში არის განლაგებული. ამას კანონი ამის უფლებას იძლევა და არის კიდევ ეს დადგენილება 2025 წლის დადგენილება 639 და შემდგომ უკვე წელს 9 თებერვალს ცვლილებები შევიდა, აი აგერამ აქ ეს დადგენილება 51 გამოვიდა, რომელიც ამ 639 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ეხება და აქ არის უფრო კარგად გაკეთებული ეს უფრო დახვეწილად არის ვიდრე პირველ
ვერსიაში იყო, აქ პირდაპირ წერია G პუნქტი, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი ინტერესების არსებობის შემთხვევაში, ასევე საქართველოს ტერიტორიის სივრცის დაგემართა ქალაქმშენებლობის შეზღუდვის გამომდინარე, სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის პირობით. ანუ მთავრობას შეუძლია კანონისა და დადგენილების თანახმად გადასცეს კოოპერატივს უსასყიდლოდ ეს მთელი ტერიტორია, რომელიც მიახლოებით 900 ჰექტარი არის მარტო სამებას თუ ავიღებთ. აი ეს აგვაქვს ჩვენ ვიტყვიან ნორმატიული ბაზა, რომელსაც უნდა ჩვენ დავეღნოთ რა. ანუ სახელმწიფომ აი გამოუსადეგარი როგორ? ანუ არავისთან რო არ ირიცხება, არავინ მომხმარებელი ოფიციალური რო არ აყავს. ეს არის 900 ჰექტარი სამების სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია, რომელიც ამ კოოპერატივს უნდა გადაეცეს უსასყიდლოდ მოხმარებისთვის სარგებლობის უფლებით, უბრალოდ უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით და იქ უნდა განხორციელდეს ყველა აგროპროექტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კოოპერატივის დაარსება, საკარმიდამოები, სახელმწიფოს მიერ სახლების აშენება ჩასასახლებელ კონტინგენტისთვის და სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემა. ეს ყველაფერი თავს მოიყრის მთავრობის დადგენილების პროექტში, რომელსაც მე გავაკეთებ. მაგრამ ეს რო გავაკეთო, ეხლა როგორ ვაკეთე? აი ბადრის მინდა უთხრა და გულნაზის. ერთი რო გავერკვეთ ეს საკარმიდამო მონაკვეთების მომენტებში, რაც გაუკვებლობა გვაქვს, რო ვიცოდეთ, რომ დარეგისტრირებული იყოს ისა. ხო, აი ვერ თავის ხმა შემოდის ვიცი და. უკაცრავად ეს ქალბატონი თქვენ გათიშეთ ოღონდ ხო გამორთე. და უყურეთ როგორი თემა არის. ანუ ეს საკარმიდამოებში გულნაზი გავერკვეთ ამ დღეებში. ჩამოყალიბდეთ რა და როგორ აგვაქვს და ჩვენ აქტიურად ჩავერთოთ, რომ ეს ყველა საკარმიდამო ფონდზე დარეგისტრირდეს და კოოპერატივში შემოვიდეს. ეს ერთი, მეორე, იმიტომ რომ აქ სახლების აშენების განხორციელება მაგ საკარმიდამოებზე უნდა გაკეთდეს. და მეორე გჭირდება ამისი ბადრის მეუთხარი და თორნიკესთან ერთად აკეთე პრინციპში გვაქვს მასალა, აი ანკე რო გავაკეთეთ პასპორტიზაცია სამების, იქ ყველა სასოფლო-სამეურნეო სავარგული, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა, მისი კოდები გჭირდება, ყველა საკადასტრო კოდი, იმიტომ რომ მთავრობის დადგენილებაში პირდაპირ უნდა მიუთითოთ რა უნდა გადასცეს მთავრობამ კოოპერატივს, იქ უნდა ჩამონათვალში უნდა ეწეროს მიწის დასახელება, კოდი და ფართობი. ეს აუცილებელია, სხვანაირად ეხლა ზოგადად თუ გავაკეთეთ, აზრი არ აქვს რა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ აი კონკრეტული მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელსაც მივაწვით პრემიერს, რომ ეს სამების პროექტმა განხორციელება დაიწყოს. ხო, ეს გვაქვს ეს მასალები და რატომ შევაგროვოთ ეს ყველაფერი? ყველაფერი ეს შევაგროვოთ და ამ პროცესს მივყვეთ. კი ბატონო, მომზადების და მიგე ბადრი რას ვიძახე? ხო. ანუ ჩვენ რატომ ვამბობ, ჩვენ ბაზა განსაზღვრული გვაქვს, რას ვეყრდნობით, რა მოთხოვნას ვაყენებთ სახელმწიფოს წინაშე, რას წარვადგენთ. ანუ სამების პროექტი, როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, ეს გამომდინარეობს 21-ე მუხლიდან საქართველოს კონსტიტუციისა, რომელიც ავალდებულებს მთლიანად ხელისუფლებას აწარმოოს დემოგრაფიული აღწარმოება, ესე წერია. და ჩვენ აღწარმოების ვარიანტებს ვაძლევთ მთავრობას და ამიტომ არის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი. გარდა იმ ყველა ნიუანსისა, რაზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ აქ. ხო. რა ვიცი, ახლა კარგად ახსენი, მე მგონი, თუ რამე კითხვა არის, აი თვითონ ამ მსვლელობის გეგმაში ვითხარით და კორექტირება შევიტანოთ, მაგრამ აი ესე უნდა დავასრულოთ ეს, რომ აი ამ შემდეგ კვირაში უკვე მზად გქონდეს წერილიც, მონაცემების და ამის საფუძველზე მე გავაკეთებ დადგენილების პროექტსაც და თქვენ გაგაცნობთ და ამას შევიტანთ პრემიერის სახელზე. ამასთან დაკავშირებით არის რამე კითხვა? ყველაფერი გასაგებია, ნორმალურად არის. გასაგებია, ერთი შეკითხვა მაქვს. თუ ვერ გავარკვევით ბატონო ლევან, ანუ ქაოსი ამ რეესთან დაკავშირებით კიდევ ესაუბრე და თვითონაც ვერ მოდის აზე რა უნდა გააკეთოს. ანუ ხან მეუბნება ფასიანია, ხან მეუბნება ზუსტად არ ვიცი და რავი არ ვიცი და ეხლა რას ვფიქრობ, მე ესეთი აზრი მომივიდა. ისევ ხომ არ მოვიყვანო მზომელი, ანუ ამზომელი და ისევ ხელახლა არ გავიარო სამება კონკრეტულად აბატანზე. აი ხა უყურე მოდი ესე ვთქვა 16-ის საკარმიდამო ნაკვეთი სოფელ სამებაში მერაბ კოსტავას ფონდს აქვს დარეგისტრირებული. ეს არის ოფიციალურად როგორც ქონება ამ მონაწერები გვაქვს. დანარჩენი რომელსაც
ამბობთ კიდევ 70 არისო, ხო? რომლის საბუთები ღირდა გაყვიდის საბუთები და ანუ იგივე ტეღბიუროს მონაცემები და რაღაც არსებობს, ანუ სამართლებრივი საფუძველი საკუთრების არსებობს, ხო? ეს უნდა მომხდარიყო, როგორც თქვენ განაცხადეთ, სისტემური იმის რეგისტრაციის საფუძველზე, რომელიც უფასოდ გამოაცხადა სახელმწიფომ. თქვენ როგორც მოყევით, იქ იყო ამოსული ოფიციალური ამზომველები და ეს პროცედურა ჩაატარეს, მაგრამ არც ერთ მონაცემში არ არის დაფიქსირებული, არც განცხადება, არც საკადასტრო საქმე, არაფერი არ არის. და ამიტომ ეს ცოტა ისეთი თემაა რა, მასე მარტივად ამას არ დავტოვებ. თუ ამოვიდნენ და სამუშაო ჩაატარეს, საწავიდა ეს საბუთები. ესე არ ხდება, ეგერ ვიღაცას დაურეგისტრირეს იგივე ამოსულმა პირებმა და მათ ამოუვიდათ ეს უკვე ამონაწერები და ამ 70 საკარმიდამოზე ფონდის საკუთრება რეგისტრირებული არ არის. და არც განცხადება იძებნება, ეხლა მე სპეციალურად შევისწავლე, მე თვითონ ნახე და იმიტომ ვიძახე. ამიტომ ჩვენ ეხლა მაგათ ოფიციალურად დაუწერთ განცხადებას, აი გულნაც დავილაპარაკებთ, ოფიციალურად ფონდის სახელით შეუტანეთ განცხადება. დაუფიქსირეთ, ერთ ნაკვეთზე მოითხოვეთ ეს საბუთების გადმოცემა და გამოჩნდება მერე, რომ პასუხი უნდა მოუთხოვოთ თუ რა ზომები უნდა მივიღოთ. ყველა შემთხვევაში ეს 16 რაც არის, აქედან გამომდინარე დავიწყოთ ამ 16 და პარალელურად ამასაც შემდგომ მომენტებსაც ამასაც მივაბავთ რა. აი ესე იქნება ეს ამბავი და თან კიდე ეხლა ამ პროექტს იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ ანალოგიური უნდა გავაკეთოთ მერე სხვაგან. აი ბატონი არმაზი შემოვიდა აგერ და არხოტშიც იგივე უნდა გავაკეთოთ. იმ სოფლებში ეხლა იგივე ეს ლენტეხი იქნება თუ საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლები, ეს აპრობაციას ეხლა რასაც ვაკეთებ ჩვენ. ყველგან მერე გამოვიყენებთ ამას. აი ესე მივყვეთ, რა ვიცი, მეტი სხვა გზა არ არის. ეხლა ჩვენ აი მინდა კონფერენციის წევრებს უთხრათ, ჩვენ ძალიან აქტიურად კონფერენციებს შუაში სულ კონტაქტში ვართ და მუშაობთ ამეებზე. და იმიტომ არის, რომ ეს რაღაცას ვთილობთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ. არის რაღაცა თემები, რომელიც რეგულირებას მოითხოვს და მივხედავთ, აბა რა ვქნათ, ახლა სხვა გამოსავალი არ არის. კარგი, თუ არ არის ამაზე კითხვები, გადავიდეთ შემდეგ საკითხებზე ის წესრიგით, რომელიც გვაქვს. ხო, როგორ ახართ ბატონო არმაზ, ბატონი არმაზი, ხევსურეთის თავარი ხევისბერი რო იტყვიან, ხევისბერი. არა. კარგი. ხო, აი ხა არხოტზე გადავდივართ ბატონო არმაზ, მე მინდა ქალბატონ მარინას უთხრა, გარკვეული ინფორმაციები გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ ამის უკვე მსვლელო პროცესში ვარ და ქალბატონი მარინა იტყვის და მე თქვენ ბრძანეთ და მეც დავამატებ. არხოტის პროექტის მომზადების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ქალბატონ მარინას ვთხოვ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ახლა რა უნდა ვქვა დღეს მე? მე რაც მაინტერესებდა ბატონო არმაზ ქართუს შევეხმიანე. საქველმოქმედო ფონდი ქართუ. და მოვიძიეთ ის რაც იყო რომ ამღა ისტორიული ამღის აღდგენა და გადაჭრელებული როა ინტერნეტი. გაირკვა რომ ქართუს ფონდში პროექტი არავის არ შეუტანია. ანუ 21 წელში გამოყოფსო, მომავალში ეწერა, გამოუყოფს ფონდი ქართუო, მაგრამ როგორც ასეთი პროექტი არ შესულა. ეხლა მე ეს დღეს გავიგე, არ იყო იოლი დაკავშირება ამ ხალხთან, რატომღაც და აი ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის და რაღაცის მთელი გაერთიანება რო არის ამის ხელმძღვანელი ვინმე ნიკოლო ზანთაძე. და ვფიქრობ რომ შევეხმიანო. თვითონ მითხრეს რომ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის და ასე შემდეგ თუ რაღაც აღდგენები ვინ იყო ჩართული და ვის უნდა გაეკეთებინა ეს პროექტი, ვის უნდა შეეტანა ქართუში, ეს არაჩანს. ანუ თქვენს რომ ეგო ცრუ ინფორმაციაო. მე ვთხარი როგორ არის ცრუ ინფორმაცია, როცა ჩასულები იყვნენ და იქ მოსახლეობასაც შეხვდნენ. ეხლა ეს დიდ არაფერს არ წყვიტავს. ერთადერთი
საინტერესო იქნება მივაკლიოთ იმ პირველ წყაროს, რომ ვის ჰქონდა სურვილი ამ ამღის აღდგენის და აღსახლების აღდგენის და მაგათთან ერთად იქნებ ვიმოქმედოთ. არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ შევეცდები რომ გავიგო ამ ბატონისგან არის თუ არა ეს 2014 წლიდან არის ამ კულტურული მემკვიდრეობის სამმართველოს უფროსი თუ როგორც ეწოდება ამ ორგანიზაციას. ეხლა რაც შეეხება კითხვა რო იყო დასმული, მე გამახსენდა და მე ჩავიხედე ჩემს პრეზენტაციაში იმ სამხედრო სამოქალაქო ცენტრისთვის ცალკე მაქვს თანხები დათვლილი. საერთო ჯამში ამღა არქიელი ჯიმღაზე არ მაქვს ლაპარაკი, ჯდება 6 მილიონი პლუს ემატება ეს სამხედრო სამოქალაქო ცენტრი. ეხლა მეც ანკეტიზაციას დავიწყებ თქვენის დახმარებით, ვის აქვს სურვილი, ვის უნდა, აგერ სამებას კარგი გამოცდილება აქვს და შევეჭიდებით ამ საქმეს. თქვენგანაც ველოდები ინფორმაციას. აი ეს არის მოკლე ხასი. ხო, ბატონო არმაზ, რა მინდა კითხო, თქვენ ხო არ გამოგიკითხიათ, რომ ამბობდით, რომ აი 10 ოჯახს მაინც შევაგროვებთ, რომ თქვა თელს იგივე სამივე სოფელში, ძირითადად ახიელსა და ამღაში რომ დაბრუნდნენ, და ანუ იქ დარჩნენ და დაბრუნდნენ. დაწყებული მაქვს ბატონო ლევან. ეგ დაწყებული მაქვს, მაგრამ მალხალხის ძებნა უკვე კი ბატონო, ძალიან კარგი, აი ამას გულისხმობდა. კი. და ეხლა რაც ქალბატონო მარინომ ბრძანა. ეს ფონდი მაიგრო დააფინანსდა ეს პროექტი, ბატონო ლევან, ხმა გამორჩეთ თქვენ. მე მესმის უპა მისმის ხოლმე. არის მისმის ისმის განაგზეთ. ხო და ამ პროექტში საკმაოდ სერიოზული სამუშაო გასწიეს იმ ბიჭებმა, რომელიც პროექტს აკეთებს. და ამას შემიძლია დაუკავშირდე ამ პროექტის ხელმძღვანელი იყო სუთიძე, ირაკლი სუთიძე, შეიძლება იცით, ხატვარი მაგისი ბიჭი იყო, გუგა სუთიძე. ამას სერიოზული სამუშაო გასწიეს იქ და ასუფთავეს მთელი ტერიტორია. ეს არ იყო ადვილი საქმე. ამაში ამათ თანხა იღდა საკმაოდ, მე როგორ ვთქვი, საკმაოდ სოლიდური თანხაც ალბათ კი არა ვიცი რომ აიღეს და თეობით მუშაობდნენ და აქ ფული ვინ გადაუხადა ეს როგორ არ ჩანს არ ვიცი ცოტა ისეთი ის არის და ეხლა ეს პროექტი წამოვიდა პირველად სოზარ სუბარმა დაიწყო მაგარია საუბარი შემდგომ იყო ჩამოსული პრემიერ-მინისტრი ის როგორია სახალხო ბიჭი იყო და ამ ფონდის თავმჯდომარე მამუკა ბახტაძე გახსნათ არხოტში და ჰყავდა თან ფონდის თავმჯდომარე სვანური გვარიუკი ჩხეტია ხოლო მე აი ეს ბოლოდელ ეს პროექტი დასრულდა და საწავიდო და არ ვიცი ახლა მე შემიძლია მოვიძიო მაქვს იმათი ტელეფონები ვინც ეგ პროექტი გააკეთა მაგრამ ეხლა ენთუზიაზმით რომ ისინი იქ არ მუშაობდნენ ეს ფაქტია მე ახლა დაწულებდა ზუსტად არ ვიცი მაგრამ ვიცი რომ გამოყოფილიყო მაგ პროექტის შედგენაზე თანხა მეც ეგ უთხარი ბატონო არმაზ რომ იქ იყვნენ ჩასული რაც თქვენ ბძანეთ ახლა უთხარი მაგრამ ვიცი ქოს რომ ჩვენთან პროექტი ანუ მე გავაკეთე აქცენტი რომ იქ რო ეწერა რომ ქართულ უნდა დააფინანსოს 2 მილიონით დავიწყე ქართულთან
ნუ ქართულში რომ დაუკავშირდი და თქვენს გადაწყვეტილად რომ არავის არ შემოუტანია. ეხლა მე ვფიქრობ რომ ოფიციალურ თუ თქვენ გაიგებთ ვინ იყო ეგ ორგანიზატორი საედან როგორ დაუკავშირდები მე იმათ და ოფიციალურად ხო არ შევიტანო მეთქი მაგრამ რადგანაც ქართულში პროექტი არ არის შესული რას გვეტყვიან ვერაფერს ვერ გვეტყვიან ბატონ სოზა სუბარს დაუკავშირეთ ალბათ გაგცეს პასუხს იმიტომ რომ მე ვიცი ეგ ინიციატივა წამოვიდა მანდიდან ბატონი სოზარი დიახ ეგეც მოვიძიე სუბარის ინიციატივით იყო ეს ითქვა რამოდენიმეჯერ გაჟღერდა უნდა აღვადგინოთ უნდა დაუბრუნოთ პირველადი სახე და ასე შემდეგ და ის მაკეტიც დაიდო მაგრამ ნუ ალბათ სავარაუდოდ ბატონ სუბარსაც გავესაუბრებით და მაკეტის მიდრე მაკეტი დაიდებოდა ამას რომ მომზადება სჭირდებოდა ამას პროექტზე იმუშავეს და აქ თანხა ვინ გამოყო ფაქტი არის რომ 21 წლიდან ბატონო არმას იმ დასუფთავების გარდა არაფერი გაკეთებულა და არ აღდგენილა რამდენ 5 წელი გავიდა გაკეთებული არა აქ გაკეთებული ახალგები პროექტები გაკეთდა საფრთხები ყველაფერი რა უნდა გაკეთებული იყო მაგრამ შესრულება არ გაკეთებულა მომზადებული პროექტი ამიტომ საფრთხები კარგით ისა რა მინდა ვთქვა ეხლა ამასთან დაკავშირებით პროცესი ეხლა ირკვევა ბევრი რაღაცა იმიტომ რომ როცა ვიყავით ჩვენ ჩასული არხოტის ხეობაში ხო იქ ბატონმა არმაზმა და სხვებმაც დაადასტურეს რომ ეს მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან რაც ყურადღება იყო გამოჩენილი ერთი რომ იქ გზა არის გაკეთებული ეს მართლა უნიკალური გზაა და ეს იძლევა ძალიან დიდ საშუალებებს იქაურობის განვითარებისთვის და ეს მთავრობის მიმართ ხელისუფლების მიმართ უნდა ითქვას რომ დიდი საქმე გააკეთდა ნამდვილად მაგრამ რაც შეეხება ეხლა ამას აი რაც ქალბატონმა მარინამ თქვა როგორც ჩანს იქ არ მივიდა ეს ქართულში პროექტი არ მისულა და იქნებ ბატონო არმას აი ჩვენ და ბატონ როგორც ქალბატონი მარინა არის ამ იგივე ხევსურეთის ამ იგივე არხოტის პროექტის პრეზენტატორი ხო იქნებ დაველაპარაკოთ მეც ვეცდები ჩემი მხრიდან ამ ჩხეტიანთან გავიდეთ ჩვენ ფონდს კიდევ ერთხელ ვკითხოთ მაგრამ იგივე ბატონი ეს ვინც არის ნიკოლოზ ანთიძე ხო გავარკვევ კიდევ რომ ანთიძეა თუ ანთაძე მარინა აღარ არის ბატონებმა ერთად უკეთ განთავისუფლებულია დიდი ხანი არ არის იმაში აი ეს არის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აღარ არის ეს ხელმძღვანელი რა ვიცი ოფიციალურად ეგ წერია არ არის ინფორმაცია არ დევს ინტერნეტში რა როგორ არის 2014 წლიდან არის დღემდე ასეა და დღემდე ანთიძე არის ანთაძე თუ ანთიძე ანთაძე მარი შეიძლება შეკითხვა კი ბატონო დიახ ბატონო გილა მა უკამი ბრუნდება რა ესე იგი მარინა რა ბრუნდება რა კულტურული ძეგლია ნიკოსთან როგორ მოხდა? შენ წინაზე არიყავი გელა შემოსული როგორ არის იცი? ამღაში არის 20 სახლი. არა, მოკლედ მითხარი. ხო, 6 არის აქედან ნიკოსთან არ მოხდებოდა. მე იმასთან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის 6. და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პრეროგატივაა ძეგლთა დაცვის სააგენტოსიო, ასე მითხრეს და იქ გაარკვიეთო. ფონდ ქართულში პროექტი დათვლილი არ შესულა, რომ ქართულს მერე დაეფინანსებინა. არა, გასაგებია, მაგრამ ნიკოსთან მივიდოდა იმ შემთხვევაში, თუ პროექტი გაკეთებული იყო. მოკლედ რო გითხრა და თუ საჭირო არის, მითხარით დასახელება რა არის და გავიგე, პრობლემა არ არის, მაგრამ რა არის დასახელება და ეს არის ისტორიული ამღა. ამღის აღორძინების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ამ სახლებზე პირვანდელი სახის დაბრუნებას
ზუსტად იგივე მასალით, იმ ქვით, მშრალი შენებით, ცოტა თანამედროვე ელფერებით. ეხლა მე რაც ვნახე მაკეტი, ალბათ მეტი არაფერი, მხოლოდ სახლების აღდგენა. და ქართულ ჯგუფს უნდა კი, მასე არის ინტერნეტში, რომ ქართულ ჯგუფს უნდა გამოეყო თანხე 2 მილიონი, მაგრამ გამოყო კი არა, ასე კი არ წერია, გამოუყოფს. ნუ ახლა ჩვენ გამოცდილება გვაქვს, ჩვენ სოფელში ეკლესია აღსდგა, ეს იყო დავიწყელიანმა ლომთაძემ და მე ჯერ ძალიან დიდი ხნის წინ და მე მალხაზი რო გახდა გამგებელი, ისწავ თქვენ ყველანი. ეკლესია დამთავრდა, სამება ქვია იმ ეკლესიას, ჩემი სახლის ზემოთ არის, სოფელ მეორე ტოლი. და ქართულ ჯგუფმა ყოველგვარი ზედმეტების გარეშე, მაგრამ პროექტი ჩვენ მივაწვდით. ახლა რისი თქვა? ბატონო, პროექტი არ არისო და ბატონო არმას ძალიან დამავალებთ, მე თქვენ დაგირეკავთ მე ტელეფონზე და გამოგერთმევთ კოორდინატებს, რომ მივაგნო და გავჩერდე იქ თვითონაც სად არიან გაჩერებულები. დამთავრდა, არ დამთავრდა, ფაქტია, რომ უნდა აღდგენილიყო ის სახლები, მარტო სახლები. მაგრამ ჩვენ მარტო სახლების აღდგენასთან ხوار ჩერდებით, არა, ჩვენ გვინდა იქ დაბრუნება, მიგრანტების დაბრუნება და ამიტომ თუ არ არის დაწყებული, ჩვენთვის აი პირადად უკეთესია, რომ ჩვენთან შეთანხმებულად ან ჩვენი აზრის გათვალისწინებით ამ პროექტში რაც აგვაქვს ჩადებული ამის გათვალისწინებით მათმა დაიწყონ თუ არ გადაუფიქრებიათ. მოკლედ აი ესეთი აზრი მაქვს და მინდა რომ ჩვენი აზრები გავცვალოთ თუ დამაკავშირებთ იმ ხალხს. კარგით, აუცილებლად შეიძლება საპატრიოტო ფონდია. არის არა, ქართულ ფონდზე არის კონკრეტულად ლაპარაკი ყველგან. ქართულზეა ლაპარაკი. საპარტნიორო არა, ქართულ ფონდზე. ხო, საპარტნიორო არა, იმიტომ რომ ასია ინტერნეტი. გადაუხადეს მაშინ იმხარ, დაწუხვა არა. არა, მოდი ეხლა რა მინდა გთხოვთ, ნუ ვიმარჩიელებთ ამაზე, რაღა ვარაუდებით ნუ ვიტყვით რა. აქ არის გარემოება შემდეგნაირი, ოფიციალურად იყო გაჟღერებული, რომ გაკეთდებოდა ეს პროექტი ამღის აღორძინების, იქ არის 6 სახლი, როგორც ითქვა, კულტურული მემკვიდრეობის და მათთან ერთად მთლიანად სოფელის იერსახის აღდგენა, აი იმ ძველი, თქვათ, დანახული ისტორიული მომენტების გათვალისწინებით, რომელიც იქ არსებობს რა. მაგრამ ეს არ გაკეთა 2021 წლიდან. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რასაც მარინა ამბობს, ქალბატონი მარინა, სწორედ უნდა გავარკვიოთ ამ კულტურული მემკვიდრეობასთან და აი ბატონ არმას ვთხოვოთ, რომ აი იქნებ მარინა დაუკავშირდეთ იმას, აი ბატონი ვინც იყო, ვინც გაწმინდა ის ტერიტორია, ამზადებდნენ, შეისწავლეს, განლაგება სახლების დააფიქსირეს, ესკიზი ხო გაკეთდა, ანუ თვითონ სახლების აღდგენის რაღაც კონცეპტუალური ნაწილიც გაკეთებული არის, რაც ვნახეთ და ვიზუალურადაც აგერ შეიძლება ეკრანზეც კი გამოვიტანოთ, რასაც აპირებენ იქა, ხო? ისი გაკეთებაც იყო გათვალისწინებული და ამიტომ ესეთი რაღაცის აქვს დაუკავშირდეთ, ვინც იყო ამ იმის ავტორი გოგა სუთიძე, ხო, რასაც ბატონი არმაზი იძახეს. დაუკავშირდეთ, გავიგოთ იმისგან, სად გაჩერდა, სად შეიქმნა პრობლემა, რატო არ განხორციელდა და ამაში ჩამოვყალიბდეთ. და მე ქართულ ფონდსაც მივმართავთ, რომ იქნებ ჩაერთონ, რა დაწყებული საქმე იყო. და კიდევ აი ერთმანეთთან კავშირში არ არის ხო, მოგესალმებით თორნიკე. ქალბატონო მარინა, განუვაგზავნე მე WhatsApp-ზე, აი ფონდ ქართუს ფინანსური მხარდაჭერით. ნახე. ეხლა ვილაპარაკეთ მაგაზე თორნიკე, მაგრამ ფონდ ქართუს ინფორმაცია არ აქვს, პროექტი არ შესულა. იყო შეიძლება ლაპარაკის დონეზე. ეხლა რაც შეიძლება სოზარ-სუბარს დაველაპარაკებით, ბატონ სოზარს. დაველაპარაკებით, მაგრამ მე არ უკავშირებ იგივე სოზარის ნათქვამს თემას
ფონდის თემას, იმიტომ რომ აი მე ყველაფერი მოვისმინე, პარლამენტში გამოსვლა 2021 წელს, იგივე დაპირება მაშინდელი პრემიერ ბახტაძის, თუ ამბობდნენ რომ სოფელ ამღას დავაფინანსებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამაზე ქონდა დეპუტატებს საუბარი. იმიტომ რომ ფონდი ქართულ სხვა თემაა წყარო და ბიუჯეტიდან დაფინანსება სხვა წყარო არის. ამასაც მოვიკითხავთ, მაგრამ მე როგორც გავერკვიე და რაც აი ვარავდით შეიძლება ვთქვათ, რომ ესეა, მე მგონი ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის. ეგ თემები. ამიტომ გავერკვეთ ამაში, სოზარს ეცოდინება მოვიკითხავთ ამასაც და ამას ნუ დაურეკავ და ვკითხავ რა ბოლო-ბოლო ახლა დღეს თუ არა ხვალ. არ არის ეს პრობლემა, მაგრამ ისა ამ იმასთან რა ქვია, კულტურულ მემკვიდრეობასთან და პროექტის ავტორებთან, ვინც იქ იმუშავა, ბატონ არმაზ აუცილებლად დაუკავშირდეთ რა, ეგ ალბათონი მარინაც ჩაერთვება ამაში. იმიტომ რომ ხა ჩვენ ეს ხა მოკვლევის ამბავში ვართ, მაგრამ თვითონ მიმართულება განსაზღვრულია რა გვინდა რომ გაკეთდეს, ვიცით, იგივე იმაში თლიანად არხოჩი ბატონი არმაზი იძახის რომ თქვათ ამ ეტაპზე შეიძლება თლიანად ხეობაში 10 ოჯახის დაბრუნება და მათი თქვათ უზრუნველყოფა და დახმარება. და იქ ბევრი მიმართულებაა, სასოფლო-სამეურნეო პროექტები, იგივე ეს მეცხოველეობა, მერძევეობა, მეფუტკრეობა, იქ ლუდის საოჯახო ლუდის აღდგენა, ეხლა ჩვენ გვინდა რომ წელს დავიწყოთ ეს. და მე მგონი ამას შევძლებთ, რომ წელს ბატონ არმაზისთან პირველი რაღაც ვარიანტი გავაკეთოთ, მუშაობთ ამაზე, რომ შემდგომ უკვე გავავრცელოთ სხვა ოჯახებშიც რა. მქონდა ეს შეხვედრა, იცით თქვენ წინა კონფერენციაზე, ერთი პროფესორი ყავს ამ დარგში, გიორგი მაისურაძე და ჩართული არის ამ თემებში და მე მგონი შევძლებთ, რომ რაღაც გავაკეთოთ პირველი ექსპერიმენტი ბატონ არმაზთან წიგლაურების საგვარეულო ლუდი რო გაკეთეს და მე უკვე ფესტივალის სახე მიიღო თლიანად არხოჩი. ბევრი თემებია იქ, ეხლა რო არ გადაგღალოთ, იცით თქვენ ქალბატონმა მარინამ ეს წარმოადგინა და ნუ გავყვეთ რა, ამიტომ მარტივი არ არის. ეხლა ხედავთ სამების თემები რამდენი რაღაცა მოვრჩით, მაგრამ იქაც ვაწყდებით რაღაც ნიუანსებს ამ ტექნიკური თუ ორგანიზაციული ხასიათისას და იქაც ვაკეთებ და აქაც დაწყებულია ეს პროცესი. კარგი, თუ რაღაცა არის ამ თემაზე, ამით შემოვიფარგლოთ. მარინა თუ გამორთავ იმას, აი ის გამოტანილი არის, კარგი იქნება ის გამორთოთ. ფაილი. ეხლა ფაილი გამორთოთ მაშინ. კი ბატონო. კარგით, ესე იგი, მაშინ ჩვენ ეხლა გოჩას მინდა ცოფირაშვილს ვთხოვ? დიახ. ბატონო ლევან, ერთი მინდა. ისმეთ ბატონო არმაზ. ვიდრე შემდგომ კონფერენცია დაიწყება. შეხვედრა დაიწყება. შეხვედრა მოვემზადო და თვითნებოდი რომ ის პროექტი სად არის, ვინ გააკეთა საწავი და რატო არ მივიდა ადგილამდე, ან ვისი შეკვეთილი იყო ეს პროექტის გაკეთების ბიჭები რომ მუშაობდნენ, მე არ მესმის, თუს ხო ვიღაც იხდიდა. მეგობრებო, მე ამ გუგას ვიცნობ, ჩემი მოსწავლე იყო, გუგას რავაც, ჩემი მოსწავლე. დიახ. მამამისას გავნახლოს ვიცნობდი, ელოჯას და მე გავნახლოს ვიცნობდი, ელოჯა გავარკვევა ყურიყო და გავარკვევა. რა მეორდება არაფერი არის. კარგი იქნება და ქალბატონი მარინას რო დააკავშიროთ რა, რომ ვიცოდეთ ამომწურავად რა იყო რა, იქ რო აღარ ვიმარჩიედოთ რა, ვინ დააფინანსა, რატო დავდე, სად შეიქმნა პრობლემა. ეხლა ისმის ჩემი ხმა, იმიტომ რომ მეორდებოდა ჩემი ხმა და ვერ გაიგო. ან ვიღაცას ჩართული აქვს მიკროფონი და ბატონო მიკროფონი და მოკლედ მე ეს გუგა ვიცნობ, ამ გუგას მამამისაც გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ, ძალიან კარგად ვიცნობ მაგ ოჯახს და მე გუგას დღეს დავიკონტაქტები და გავარკვე მაგ თემას. ეს პროექტი როდის დაიწყო, სად არის, რა ეტაპზე გაჩერდა და მე შეგაწყობინებ ინფორმაციას მოგაცვლით რა. ძალიან კარგი, ბატონ მამუკა, დიდი მადლობა, ბატონ ნუგზარ. პირიქით ძალიან კარგი არის და ქალბატონ მარინას ვთხოვ, რომ აი თქვენს გაცვალოთ კონტაქტები, რომ ეს ინფორმაცია ქალბატონ მარინასთან იქნეს თავმოყრილი რა. და ესე იგი ამ მიმართულებაზე კონდეს სრული წარმოდგენა. მაგას მე გავიგებ და გეკონტაქტებით ბატონ ნუგზარი საუბრობდა, ხო კანდელაკი? კი.
ხო მანამ ხვალ იქნება გავიგოთ ბატონო სუბარიდან რა იყო როგორ იყო საქმის კურსი სუბარის მე დაურეკავ აი გაანებეთ მაგას თავის ისა სოზარს დაურეკა და ვიკითხავ მაგრამ მე წინასწარ გეუბნებით იქ შეიძლება სხვა მიმართულება იყოს და არ იყოს კავშირში არც ამ ქართულ ფონდთან რაღაც ამიტომ მოდი ესე გავაკეთოთ ბატონ გელას ვთხოვოთ რომ ნიკოლოზ ანთაძესთან მარინა გთხოვთ რა რომ დაკავშირდეთ და იქ გავარკვიოთ და ასევე ვინც ასრულებდა ეს საესკიზო სამუშაოებს და მოსამზადებელ სამუშაოებს აი ბატონმა ნუგზარმა შეკვირდა გოგას სუთიძესთან და გვეცოდინება უკვე რა ხდება და სოზარისგან მე ხვალ მექნება ინფორმაცია დავარია დავიჭირო რა მეგონი თუ არ არის რაღაც გვინდა ანთაძე არისო და რა ვიცი აგერქვა ბატონმა გელამ არისო და ინტერნეტში წერია რომ არისო და რა ვიცი რატო არ არის ყველგან ოფიციალურად არის და რა ვიცი რატო არ არის ოფიციალურად ის კაცი მუშაობს და ახლა რა ვიცი ბატონ გელა გავარკვიოთ რა ის ამბობ მარინა შეგეშლიან თქვენ ამბობთ რომ არ არისო და თქვენ ამბობთ რომ არ არისო მე ზუსტად მახსოვს აქ მუცოს დაინიშნა კულტურის მინისტრად ანთაძე გადააყენეს სამსახურიდან მე არ ვიცი თუ უკან დააბრუნსა ბატონო არმაზ ოფიციალურად საიტებზე ანთაძე წერია და მას ეხლა ზოგი მინისტრი გადააყენეს და პრემიერის და დააბრუნეს და ანთაძის დაბრუნება რა პრობლემა იქნებოდა რა ვიცი ოფიციალურად ასია გავარკვიოთ იმიტომ რომ არ არის პრობლემა კარგი მარინა ჩემი თხოვნა არის რომ აი ბატონ გელასთან და ბატონ ნუგზართან ერთად კავშირზე და ეს გავარკვიოთ და ბატონ არმაზთან რომ გავერკვეთ რა და სოზარის ამბავს მე აი მოვინიშნე სოზარს რომ დაუკავშირდე მე დაველაპარაკები და გავიგებ კარგით ამაზე შევთანხმდეთ პრინციპში როგორც ვიცით მივყვებით ამას და არხოტის განვითარების პროექტს ესე იგი უფრო სრულფასოვანს გავხდით რო ითქვი კარგით მადლობა შემდეგი საკითხი არის ბატონ გოჩა ცოფურაშვილი მინდა ვთხოვო რომ ბატონმა გოჩამ იქ თორნიკესთან ერთად რამდენიმე სლაიდი გააკეთეს და გოჩამ რომ მოკლედ გვითხრას ეს კი გავიარეთ ჩვენ წინა იმაზე შეკრებებზე წინა რომ აი საბიუჯეტო უზრუნველყოფის კუთხით რა გვაქვს რა ციფრები მივიღეთ და რა შედეგებზე გავდივართ რომ ამაზე მოკლედ ბატონმა გოჩამ გვითხრას ანუ აქ არის ლაპარაკი დემოგრაფიული გაჯანსაღების პროგრამისთვის საბიუჯეტო სახსრების რა ასიგნებები უნდა იქნეს გამოყოფილი და ამ გასიგნებების გამოყოფისა და თქვათ იგივე გარკვეული საგადასახადო სხვა ფინანსური ბერკეტების დაფუძნების და გამოყენების თვალსაზრისით რა შედეგებზე გავალთ. აი ეს იყო გოჩას თემა. ხო ბატონ გოჩას. ბატონო თორნიკე ხო არ გამოიტანის სლაიდებს. გოჩა გამოიტანს და თორნიკე გამოიტანს სლაიდებს და მაგის მიხედვით ისქენ იმაში. კი თორნიკე თუ ვაჩვენებს სლაიდებს ხო აი 6 სლაიდი თუ რაღაც რო იყო ის გამოიტან ხო მოკლედ ჩვენ გეგმაზომიერეთ მივდივართ მა მეორდება ჩემი და იქნებ ვინმეს გამოსართველი მოკლედ ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ბიუჯეტის თემას ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ესე ვთქვათ ამ კუთხით გქონდეს დაალაგებული დავარცხნილი ციფრები ნენდელა მივდივართ წინ და ვაუმჯობესებთ ამას ყველაფერს ესე იგი 800.000 ქონდა საბაზისოდ აღებული ეს მაშინაც თქვით რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ ამ თანხით დავიწყოთ და ეს თანხა იყოს შეთავაზებული ჩვენ აუხსენით ესე ვთქვათ ჩვენ საზოგადოებასაც და ფართო საზოგადოებას რომ პრინციპში გაფანტულია თანხების სხვადასხვა მიმართულებით და თუ ამის კონსოლიდაცია მოხდება ერთი სამინისტროს ქვეშ ჩვენ შევეცდებით ნაერთი ბიუჯეტი გავაკეთოთ დემოგრაფიული უსაფრთხოების სამინისტროსი და 2027 წლის ესეთი ბიუჯეტი ჩვენ წარმოვადგინეთ სადაც 800 მილიონიანი ბიუჯეტიდან 765 მილიონი არის პროგრამული ხარჯები და მხოლოდ 35 მილიონი არის ადმინისტრაციული ხარჯები. ადმინისტრაციული ხარჯებიც, ესე ვთქვათ, ფართოდ არის გაშლილი და ძალიან ბევრი მიმართულება
აქაც მნიშვნელოვანია რომ დაფინანსდეს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ დემოგრაფიის პროგრამული ხარჯები ყოფილიყო ერთად თავმოყრილი, რომელმაც შეადგინა სულ 765 მილიონი. თორნიკე თვითონ ამ მეორე სლაიდში 775 წერია, შეცდომით შეიძლება 10 მილიონი აქეთ გაგვექცა, მე ჩავასწოროთ. მთლიანობაში თორნიკემ შექმნა სამი ლამაზი ძალიან სამი არა უпроსორეთ 4 სლაიდი დამატებით, სადაც ჩვენ ესე იგი სქემატურად ადმინისტრაციულ ხარჯებსაც ვაჩვენებთ, პროგრამულ ხარჯებსაც, ახლა ციფრები რა თქმა უნდა და აღარ გამეორდები, დაფინანსების თვითონ წყაროებს და ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ უწყებათა შორისი პროგრამის კონსოლიდაციის სტრატეგიაც გავაკეთეთ, რა და როგორ სქემატურად უნდა იყოს და ბოლოს ინსტიტუციური ფორმაცია, რომელიც მიანიშნებს პროგრამის კოდებს, მიზნებს, აღწერებს, მოსალოდნელ შედეგებს, შედეგების შეფასების ინდიკატორებს, პროგრამის. მოკლედ მე იმის თქმა მინდა, რომ სუფთა პროფესიული თვალსაზრისით, რასაც ბიუჯეტის, ასე ვთქვათ, ფორმირება ქვია, ხარჯების კლასიფიკაცია ქვია, ამას ვცდილობთ, რომ იყოს ძალიან, ასე ვთქვათ, პროფესიული და წარმოდგენილი, დაზუსტებული და კვალიფიციური. ეს რაც შეეხება თვითონ აი ამ პროგრამულ ნაწილს და დანარჩენი ახლა ჩვენ ძველი ციფრები გვაქვს ისევ ცალკე გამოვიტანთ რას როგორ ხარჯავთ, რომ ეს ფაქტიურად მიზერია და დანარჩენი სლაიდები ახლა ჩვენება ალბათ არ არის აუცილებელი, ეს ჩვენ გქონდა აკადემიაშიც, აი ეს წინა 4 სლაიდი დაემატება ახლა და დავიწყებთ რა გვინდა რომ გქონდეს, რა გვაქვს რეალურად მერე გადავალთ და რა უნდა ვიმოქმედოთ ამისკენ, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს. რატო აქ ამას პრინციპული მნიშვნელობა, ახლა როდესაც თქვენ საუბრობთ, თავრობის გადაწყვეტილება იქნება, ამ სოფელს დააფინანსებენ, მეორე სოფელს დააფინანსებენ, თუ ჩვენ მივახცევთ იმას, რომ ბიუჯეტში გარკვეული ხარჯები იქნება გათვალისწინებული, მერე შესაძლებელია, რომ ჩვენ ფონდზეც გვექნება ერთი სლაიდი, რომ ფონდი აუცილებლად შესაქმნელია განვითარების და რაც ახლა დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე კარგად მუშაობს და მიღებულია ეგრეთ წოდებული PPP ფორმა, სადაც კერძო და საჯარო თანამშრომლობა ძალიან აქტიურად არის ჩართული, თუ ჩვენ სახელმწიფო გვერდში გვიდგას მიზნობრივი პროგრამები, ჩვენ მოვიპოვებთ მერე უკვე ქართულ იქნება თუ სხვა ფონდები გარკვეულწილად სახსრებს და აი ესე შესაძლებელია რომ შეიკრას. რატო აქ ამას კიდევ განსაკუთრებული მნიშვნელობა და ჩვენ ყველა შეხვედრაზე ამას ხაზი უნდა გაუსვათ, იმიტომ რომ როდესაც კოოპერაცია იყო, აი დაიწყეს მაღალ მთაში აუშენეს, ფერმები გააკეთეს, მე ამ ხალხს უნდა ამ ხალხს საძოვრები და სათიბები მიცეს, მე რაღაცა ვალდებულებები ჰქონდათ, ესენი ვერ ასრულებდნენ, მე მოდი ინვესტორს მოიყვანთ, ინვესტორი არ შეუშვეს და მთელი მოკლედ წლების განმავლობაში ძალიან რთული კომბინაციები იყო. ჩვენ არ უნდა გამოგვეპაროს ახლა ეს პროცესი და აი 2-3 მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, ჯიბით და მიზანმიმართული პროგრამით უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი, რომ არსად არაფერი არ გაიჭედოს. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და პროგრამული უზრუნველყოფა და სტიმულირება აუცილებელი წინაპირობაა და ამიტომ იყო ლევანის ინიციატივა, რომ აი ესე დავალაგოთ, დავხვეწოთ და რა გვინდა ბიუჯეტი და მე ვფიქრობ, რომ დღეს მდგომარეობით ჩვენ აბსოლუტურად კარგად ვართ ციფრებშიც, სქემაშიც და თანამედროვე, ასე ვთქვათ, კლასიფიკაციაშიც. ხო, მადლობა მინდა გოჩას უთხრა, იმიტომ რომ ეს ნაწილი ჩვენ ქონდა რაღაცა სუსტად გამოიყურებოდა, დაიხვეწა, უკვე კლასიფიკატორების განისაზღვრა, მიმართულებების განისაზღვრა და საბიუჯეტო ხარჯიდან ეს არის 4.4%-ია, ხო? ბიუჯეტის მიახლოებით. ხო, და არა 4.4%-ია თვითონ სადღაც 3-დან 4%-ამდე აი გააჩნია როგორ მიუდგები თლიანი ნაერთი ბიუჯეტის. ხო,
ანუ 3-4 ხო 3.5%-ია. ეს არის არ გეგონოთ რომ ეს რაღაცა უსაშველო თანხები იყოს იმ ქვეყნებში სადაც დემოგრაფიაზე ზრუნავენ და მთელი პროგრამები მუშაობს ოჯახების ხარდასაჭერად, ჩობადობის გაუმჯობესებისთვის, განსახლების პროექტების განხორციელებით ბევრად მეტი თანხა იხარჯება და ბევრმა ქვეყანამ შეძლო ვარდნის შეჩერება. და რასაც ეხლა გოჩამ ციფრები დაასახელა, ეხლა უბრალოდ აღარ გადაღლისთვის აღარ ყველაფერი არ ილაპარაკა, იმიტომ ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, ჩვენ ასევე აქ დავუმატოთ აი რა შედეგზე გავალთ რა. ერთი სლაიდი მე მგონი არის მაგისი, მიახლოებით რა შედეგზე, იმიტომ რომ იქ უკვე გავდივართ, ეს თანხები რო იქნეს გამოყოფილი, მიახლოებით 5-6 წელიწადში 5-6 წელიწადში ჩვენ დემოგრაფიულ ვარდნას ვაჩერებთ და ნაყოფიერების კოეფიციენტი 2.2 ხდება. ანუ პლუსში გადავდივართ. თქვენ წარმოიდგინეთ რა მხელა ეფექტია რა. ეს არის რაღაც წარმოუდგენელი ეფექტი, ამიტომ თუ ეს არ გადავდგით, ხო? მაგის დაბრუნების ხარისხის და მაგის დაბრუნების უნარიც დაიკარგება ქვეყანაში. ამიტომ აი ამაზე ეს სიმწავის აქცენტირება აუცილებელი იქნება რა. კიდევ ერთხელ მადლობა გოჩას. ანუ ჩვენ ეს ნაწილი ჩვენ გვექნება როგორც ყველა სამინისტროს ესე თქვა სტრატეგიული მიზნების და ამოცანების მოდელიც და ნახეთ აქ მეოთხე სლაიდზე შედეგის შეფასების ინდიკატორები სპეციალურად ჩავწერეთ, რასაც თქვენ ახლა ამბობთ, ხო? ეს აუცილებლად იქნება პირველ რიგში მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ ამ პრინციპით გვინდა რომ შედეგი დავინახოთ. ეს არ იქნება ფულის უბრალოდ ხარჯვა, რაც ძალიან ბევრ პროგრამაში გამოგვივიდა ჩვენ. აი ჩვენ გვინდა რომ იყოს შედეგზე ორიენტირებული, ძალიან ჩაჭიდებული. ამიტომ არის მითითებული შედეგის შეფასების ინდიკატორი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რითიც მოხდება მუდმივად პროცესის შეფასება და რასაც ლევანი ამბობდა ახლა, ნამდვილად აუცილებლად უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და შედეგი აუცილებლად იქნება ესეთ მოქმედებაში. მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ, ასე რომ ეს ნაწილიც ახლა შეიძლება უკვე სრულყოფილად ჩაითვალოს და მოვიფიქრებთ მე როგორ გავააქტიუროთ. ახლა ეს მიმართულება კიდე ცალკე რეალიზების ღონისძიებები გვაქვს საფიქრებელი, რომ ხელისუფლებას და მთავრობას მთლიანობაში იყოს ორიენტირებული ამ საკითხების მოგვარებისთვის, იმიტომ რომ ეს ბიუჯეტის ნაწილად უნდა იქცეს რა. ну ამაზე კიდევ ცალკე წარმოვადგენთ მისი რეალიზების გეგმას. თუ ამაზე არ არის, ესე იგი, კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს კიდე შემდეგი საკითხი. მე მინდა ვთხოვო ქალბატონ ნინო მეშველიანს და თორნიკე ბიძინაშვილს, იმიტომ რომ აქ საუბარი იყო კიდევ ორ საპილოტო პროექტზე, რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის ქვემო სვანეთის დაცარიელებული სოფლის და საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით. აი რა მიმდინარეობა გვაქვს, რა შეირჩა, რომ მოკლედ ამაზე ინფორმაცია გითხრათ. ქალბატონ ნინო. ბატონო ლევან, მე მოგეხსენებათ ჩემი ამბავი. სამწუხარო ამბავი შემემთხვა, გავყიდე მანქანა და ასე რომ ვეღარ ჩავახციე რეგიონამდე. თუ იქნება საშუალება დავიწყოთ ჩვენ სვანეთიდან. კი ბატონო. სვანეთში დავადოკუმენტიროთ ინფორმაცია, ვიდეო, აუდიო. ეხლავე ფოტო მასალა და შევხვდეთ ხალხს და ყველაფერი გავაანალიზოთ და გავაკეთოთ პასპორტი. კი ბატონო, მოგესალმებით. ეხლა წინა კონფერენციაზე ვისაუბრეთ თვითონ ამ სოფელი ბავარის, აი თავისებურ ბუნებრივ წიაღის, ბუნებრივ იმაზე რა, როგორი ბუნებრივი ისა აქვს, რა ქვია, გარს ახვევი ამ რეგიონს. რესურსები, ბუნებრივი რესურსები. ბუნებრივი რესურსები, ხო, აი მან დაკონკრეტებით, ახლა დღეს გამგებელს ვესაუბრე და მინდა მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ გველოდებიან მან აუცილებლად ჩამოვალთ და სპეციალურად გიდსაც მოგვანიჭებენ, რომ ის თვითონ წამოყვეს და რაც მნიშვნელოვანი დეტალები გაგვაცნოს თვითონ ამ სოფლის. აქვთ მაგათაც გარკვეული პროექტები და მიესალმებიან, რა თქმა უნდა, ამ დიდებულ
რომ აი ღირსეულად დაბრუნდნენ იქ სვანეთიდან წასული ხალხი. მიგრაცია ძალიან რთული პროცესი იყო, მან გამომდინარე მისი ბუნებრივი მდგომარეობიდან. ეს იყო 87 წლიდან რომ დაიწყო 1900 ცნობილი სტიქიის შემდეგ ჩასახდნენ ეს ბავარისა და ხერეთის მოსახლეობა ძირითადად საყულიაში, წყალტუბოს ქალაქი წყალტუბოს ეს არის სოფლები საყულია. და იქიდან ზაფხულობით ჩადიან ხოლმე და ზამთარში იმ სოფელში ცხოვრობს ერთი ადამიანი მხოლოდ. ახლა ზაფხულობით ადიან და თვითონ ხედავენ ამას, იმიტომ რომ განვითარებული აქვს მეფუტკრეობა, აგროვებენ აგრეთვე ის ველური ფლორა ფაუნა, რაღაცას ეძახიან, მაგრამ არ ვიცი ახლა კარგად. ხო, აი მცენარეების ის აქვს, რა ქვია, შეგროვების პროცესი აქვს, კიდე რა აბარებენ ამას თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა და სოფელ ხელეთში, რომელიც თემია ამ მთლიანად ამ რეგიონის სკოლა, ერთადერთი სკოლა დახურვის პირასაა. იმ ერთ სკოლაში მხოლოდ ამ სოფელში 18 მოსწავლეა და ფაქტიურად დახურვის პირასაა სკოლა. და ძირითადად საშუალო ასაკის ხალხი ცხოვრობს იმ ხელეთშიც, უფრო მეტად შეძლებული სოფელია, მაგრამ თვითონ ესპანეთში არიან წასული, როგორც ყველა მიგრანტი, ისინიც ესპანეთში არიან წასულები და საშუალო ასაკი არის მხოლოდ და მხოლოდ დაკავებული ამ სოფლებში. და მე მინდა თქვათ, რომ როდესაც გავესაუბრე გამგებელს, ძალიან კარგი იქნებაო ეს სოფელი გვაძლევს ბავარი, მცირე ჰესის, ესე იგი მან მდინარე ჩამოდის ხელედურა და იქ მცირე ჰესის გაკეთების საშუალებას, რომ მოსახლეობას რამე გაუჩნდეს რაღაც დასაქმების ისა წყარო. აგრეთვე აქვთ აგრეთვე კარგად იყო განვითარებული წლების მანძილზე ნატურალური ხილის ქარხანა იყო, ესე იგი მინი ქარხანა. ესე იგი შემგროვებდნენ ხილს და ეს ნატურალური ხილი ეკოლოგიურად სუფთა ხილის წვენების ქარხანა ფუნქციონირებდა. აგრეთვე სვანური რეწვის ის ჰქონდათ, სვანური რეწვის მინი საამქრო, ეს იყო სვანური ქუდების გაკეთება და მისი რეალიზება, ან ტურისტებისთვის დაბაში და ან კიდევ სხვაგან რა, სადაც საჭირო გახდებოდა მისი რეალიზება. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ რაც შეეხება თვითონ მდებარეობას, ქუთაისიდან ლენტეხამდე 2 საათის სავალია. კარგი გზა, ჩვეულებრივი კარგი გზა, არანაირი შეფერხება და რაიონიდან თვითონ ამ სოფლამდე ხელედის თემი, რომელსაც საუბრობ, არის 7 კილომეტრი. 7 კილომეტრი, ასევე იმ ხელედიდან სოფელ ბავარამდე, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ლოკაციის ცენტრად იქცეს, აქ არის ასევე 4 კილომეტრია ეს ამ სოფლიდან ბავარამდე, ხელედიდან ბავარამდე არის 4 კილომეტრი. თვითონ კლიმატიც არ უწყობს ხელს იმხელად ახლა უფრო მოყავდა მესაქონლეობა იყო განვითარებული კი ბატონო მესაქონლეობა და ეს თქვენ რომ ბრძანით სულგუნი და ხო ეს სვანური ნაწარმი ეს ყველაფერი კარგად მზადდებოდა და კიდენ აქვთ ამის პოტენციალი და ხალხს ეხლა დააბრუნებს მე ჩემი აზრით და თვითონ კვლევებმაც დაჩვენა თვითონ ადგილობრივი პატარა საწარმო შექმნა რომლებიც იქა ისინი ჩასახლებული არიან სოფელ საყულიაში და ყოველ ზაფხულს არტოვებენ ამ ზოგი არის მიტოვებული სახლები, მაგრამ მაინც არტოვებენ ამ სახლებს, რომ არ მიხედონ და გამოკეტავენ ზამთრის პირს ნოემბრის მიწურულს და თვითონ მიდიან მერე თავიანთ სახლებში დასავლეთისკენ. ხო და ამიტომ რთული სიტუაცია არის იმის გამო, რომ დიდი სიხარულით შეხვდებიან თვითონ ამ პროექტს, რომელიც პატარ-პატარა საწარმოს, თუნდაც ხალხური რეწვის პატარა საამქროს ააშენებენ და აგრეთვე ჰესი გვაძლევს მაგის წარმოდგენას, რომ იქ მიკროჰესი, მდინარე არის ძალაჩვეულებრივი გვაძლევს მაგის შეხედულებას, რომ იქ გაკეთდეს ესეთ ეს თვითონ კვალიფიციური სპეციალისტების მიერ შემოწმებულია. აგრეთვე მე მინდა გითხრათ სოფელი ბავარი რითია გამორჩეული. ეს არის რელიგიური კუთხით მე მინდა გითხრათ მაქსიმე აღსარებელი ცხოვრობდა მანდ და შესწავლილია ეს უკვე წლების უკან მეცნიერები და თვითონ რელიგიური წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები საბერძნეთიდან და ეს დაადასტურეს და ესე იგი აღმოჩნდა რომ სოფელ ბავარის მთაში ბოლო წლებში იყო ეს წმინდანი დაყუდებული მანდ მაქსიმე აღსარებელი
დიახ, აქედან ამ კუთხითაც რო შევხედოთ ტურისტული პოტენციალის კუთხითაც ამ სოფელს. ეს სოფელი თვითონ ხელედის თემს ბავარი, ლესემა და ეს წანაში ნახავთ ეხლა რო ჩავალთ, ყველა კარი გამოკეტილია. აი რო ნახოთ ბატონო ლევან ბატონებო, ყველა კარი გამოკეტილი არის ზამთარში. აი როგორც თითო ოროლა ადამიანი და ეს რაღაც ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, არა მარტო ამ ხელედის ხეობისკენ, აგრეთვე ლაშხეთის ხეობისკენ თქვენ რომ ბრძანეთ აი ზესხოსკენ, იქაც იგივე მდგომარეობა, ანუ მინდა ვთქვა, რომ სინანულით და სამწუხაროდ რომ დემოგრაფიული მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო არის, ლენტეხი ყველაზე მცირე შობადობის იმაში დაფიქსირდა, რომ ლენტეხში ძალიან მცირეა ეს შობადობის რიცხვი და აგრეთვე გადინება მოსახლეობის, ჩვენ და სამწუხაროდ, იმიტომ რომ ალბათ ღირსეული რო შეიქმნება დასასაქმებელი ესე იგი მდგომარეობა ექნება ხალხს დასაქმების ესე იგი რეალური წყარო ისინი დაბრუნდებიან, იმიტომ რომ მე თვითონ გავესაუბრე თვითონ მაცხოვრებლებს ერთ რამოდენიმე ადამიანს და თქვეს რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა ჩვენს ადგილებში დაბრუნება, მაგრამ ის ღირსეულად რომ რაღაც პირობები გქონდეს, პირობებში გულისხმობენ დასაქმებას, მხოლოდ და მხოლოდ გზები არის, გასავითარებელი ბაზა გვაძლევს იმას, რომ გზა არაჩვეულებრივია. ეს მინდა მადლობა უთხრათ, ვინც ეს გააკეთა, რომ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად გზა გაკეთდა, ძალიან კარგი გზა. ну ასე რომ სვანეთი არა მარტო ტურიზმის სახით, არამედ სხვადასხვა რაც ჩამოთვალებ თემებით არის დასაინტერესებელი სპეციალისტების მიმართ და არ ვიცი ახლა ეს თემები გაიშლება ალბათ შემდგომში, წავალთ ჩვენ თვითონ, თქვენ ის ნებართვით და იქ თვითონ ბატონი თორნიკე ასახავს ამ მდგომარეობას და შემდეგ მე ალბათ როგორც ქალბატონმა მარინა მთიან დავწერთ პროექტს, ჩამოვაყალიბებთ, პასპორტიზაციას გავივლით და იგივე საპილოტო პროგრამას შეუერთდებით როგორც სხვა დანარჩენი. ეს ბატონო, ბოდიში, დაახლოებით რა სიმაღლეზეა ეს სოფლები? 1242. 1242-დან 1242. და თუ არის მეცხოველეობის ტრადიცია და სადგურები? კი, არის. ყველაფერი ნატურალური. ყველაფერი ნატურალური. ისა რა მინდა ვთქვა, იცით, მადლობა ქალბატონო ნინო, მე ესეთი თხოვნა მექნება და მე ჩავერთვები და თორნიკესაც მინდა ვთხოვო, სანამ ჩვენ იქეთ გადავერთვებით კიდე საოკუპაციო ხაზის სოფელთან დაკავშირებით, რა წინასწარ თორნიკემ გვესაუბრა. აი ამ სოფლის ბავარის პასპორტი გავაკეთოთ რა, სანამ წავალთ იქა, მანამდე გავაკეთოთ, იმიტომ რომ წყაროებში ყველა ინფორმაცია არის. ქალბატონი ნინო აგერ ჩართული არის, თორნიკე დაგეხმარებათ, პასპორტის მთელი ანკეტა გვაქვს ჩვენ და შევავსოთ რა არის, როგორ არის ოფიციალური წყაროებით რაც არის, შემდგომ ადგილზეც ვნახოთ. ანუ წინასწარ გქონდეს წარმოდგენა, იგივე მიწების გადათვალიერება შეგვიძლია, იქ სასოფლო-სამეურნეო რა მიწებია, სახელმწიფო საკუთრებაში რა არის, იგივე კერძოებში ვინ არიან. ანუ როგორც სამებაზე გავაკეთეთ, ეს წინასწარის მონახაზი და ანალიზი გავაკეთეთ, ხო, იგივე გავაკეთოთ ამ ბავარზეც. ეს გვაქვს გამოცდილება და რო წავალთ უკვე გვეცოდინება რა არის და ადგილზე კიდე გადავამოწმებთ და დასამატებელს დავამატებთ რა. აი ესეთი რაღაცა. და ქალბატონი რა მინდა გთხოვოთ რა თუ კი ამ სოფელზე ვაკეთებთ ჩვენ აქცენტს, აი კარგად ჩამოვყალიბეთ რა. მაგალითად ხელედი და ბავარი. ესენ ერთად არიან. ხელედი და ბავარი. კი ბატონო, ხო ერთი ხერები, ხო? ხელედი სოფელი. ხელედი სოფელი. კი ბატონო. კარგით, ერთად იყოს, ერთად შევისწავლოთ, მაგრამ და შევხედოთ რა და როგორ არის და ასევე თქვენ როგორმე აი კიდევ ნახეთ ეს კონტინგენტი იქ ვინმე ადგილობრივს კიდე რომ ნახოთ აქტიური თუ არის ვინმე თუ არ რჩება იქ მაინც ქალაქში თუ არის აი ესეთი ბადრი რო ვყავს და გულნაზი ეგეთები გვჭირდება ეხლა ძალიან ბევრი კი ბატონოლებმა მე იქ ნათესავებიც მყავს აი ერთი ესეთი შევარჩიოთ რომ ადგილზე საკონტაქტო პირი იყოს რა კი ბატონო ყველა საკონტაქტო ესე გავაკეთოთ მაშინ თორნიკე გავაკეთოთ ამის ისა რა ქვია პასპორტი, შემდეგ კონფერენციაზე ეს განვიხილოთ და თან მანამდე შევთანხმდეთ როდის წავალთ და როგეცოდინება რა სურათია გაგვიადუნდება რა ჩავიდეთ და ნახოთ და უკვე ჩამოყალიბებულად სავარაუდოდ როდის მოაბიც ალბათ თვის ბოლოსთვის ან აგვისტოს დასაწყისში აი ესე დავგეგმოთ რა რაღაც თვის ბოლოა უკვე ფაქტიურად
და ბატონ თორნიკესთან მექნება კომუნიკაცია რომ ეს პასპორტი კარგი და ეხლა აი კიდევ მივაქციოთ ყურადღება, აი როგორი სხვაობა გვაქვს, ხო? აი მაგალითად იგივე ლენტეხის რაიონი ხა ისე ვერ ვითარდება, როგორც მესტიაში ტურიზმმა, ძალიან ბევრი რამე წაიყვანა წინ და ლენტეხში არ არის ეს და ამიტომ თქვათ ლენტეხში იგივე დაბრუნების პროექტი უნდა იყოს, ვიდრე ჩასახლების. ეხლა თუ კი იქვე იმაში ჯავახეთში ჩასახლების პროექტია, ლენტეხში იქნება დაბრუნების, როგორც აი თქვათ ვიხილავთ ჩვენ არხოთის ხეობას რა. კარგით, ესე შევთანხმდეთ, მაშინ შემდეგისთვის უფრო ისეთი პასპორტის თემებზე ვილაპარაკოთ და თან წასვლაზეც ჩამოვყალიბდეთ. კი ბატონო. ეხლა მინდა ვთხოვ ბატონო ნუგზარ კანდელაკს. თორნიკეს დავეკონტაქტე. კი ბატონო ნუგზარს მინდა ვთხოვ, ბატონო ნუგზარ, თქვენ წარმოდგენა გინდოდა თქვენი პროექტის. გთხოვთ ამაზე ისმის ეხლავე და თუ რამე გამოტანა გინდათ ეკრანზე, გამოვიტანეთ. კი ბატონო, ეხლა გამოვიტან, დიახ. პირველ რიგში სანამ გამოვიტან, მიკროფონები გათიშოთ, რომ ეს თქვენ არ ჩანხართ ისე კამერა არ გიმუშავებთ? კამერა არ მუშაობს, ამ იმაში არა მაქვს. კამერა არ მუშაობს, სანამ კი ბატონო, კაი, გამოჩნდა, თქვენ ხედავთ. ხო. ბატონო ნუგზარ, ხმა ჩართეთ, არ ისმის თქვენი ხმა. ხმა გაქვთ გამორთული, ხმა ჩართეთ, ხმა. ეხლა ისმის? ისმის ხმა? ისმის. ხო, მოკლედ სანამ თქვენ გისმენდით პარალელურად მე გუგას უთიდეს დავიკონტაქტე. და მან მითხრა რომ ის პროექტი, რაზეც ისინი მუშაობდნენ, იყო რესტავრაცია, მუცოსი და ერთ-ერთი კოშკის რესტავრაცია მოხდა, როგორც ჩანს კულტურული მემკვიდრეობის ფონდიდან იყო დაფინანსებული ეს პროექტი, ანუ იმ თემასთან, რაზეც ჩვენ საუბრობთ, რომ იქ დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტა, სოფლების აღდგენა და იქ ადგილობრივი მოსახლეობის დაბრუნება, ამაზე არ იყო საუბარი. ყოველ შემთხვევაში რაც მოვასწარი ამ ეტაპზე იმიტომ რომ ცოტა დრო მქონდა რომ მე კიდე შემიძლია დავიკონტროლო, მაგრამ პირველად ინფორმაცია ასეთია რა. ეხლა რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ თემას, ყველა ის თემები, რადგან თქვენ საუბრობთ, მნიშვნელოვანია, აუცილებელია და ნებისმიერ შემთხვევაში ახალგაზრდობის და მათი ჩართულობის გარეშე ეს თემა ისეთივე უტოპია იქნება, როგორც დაუშვათ, რა ვიცი, ნებისმიერი სხვა მიმართულება. ამიტომ, რადგან მე ეხლა ვისაუბრებ ყველაფერთან ერთად, რადგან თქვენ აქ ისაუბრეთ და ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, ეს თემაც ვფიქრობ მნიშვნელოვანი და საინტერესოა, იმიტომ რომ როცა წარდგენა იქნება დაუშვათ პრემიერთან ამ პროექტის, პირდაპირ სახელმწიფოს პირდაპირ უწევია ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი არის შექმნილი, სადაც პირდაპირ წერია დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტა, ადგილზე ესე იგი დასაქმება ახალგაზრდების ეფექტიანი მართვა, კოორდინაცია, აქ ძალიან მოკლედ ვიტყვი, არაფორმალური განათლება არის ძირითადად ამ მიმართულებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და ეს ახალგაზრდული ცენტრი იქნება ის ადგილი, სადაც ახალგაზრდებს ექნება საშუალება, რომ რაღაცნაირად თავიანთი ინტერესებზე ინფორმაცია მიიღონ, გარკვეულწილად შეისწავლონ ეს არაფორმალური განათლების მიმართულების უამრავი თემაა, თვითონ ამ ცენტრის აღწერა აქ არის. სერვისებზე ალაპარაკა, რატომ ახალგაზრდული ცენტრი, ხო მე არ მინდა დრო აგართვა თავისუფალისთვის და ახალგაზრდობის ინიციატივების ხარდაჭერა იქნება, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის განხორციელების მონიტორინგის მექანიზმი და ასე შემდეგ. ეხლა კი ძალიან სწრაფად ვლაპარაკობ, იმიტომ რომ გურული ვარ და არ მინდა ისედაც გადაღლილები ხართ რომ გადაგღალოთ, ხო? და ეს საჭიროება იმიტომ არის, რომ ინოვაციური პროგრამის განხორციელება შეიძლება და ახალგაზრდობის ჩართულებით თვითონ აუცილებელია, რომ გადაწყვეტილების მიღებაში სახელმწიფოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მათი ჩართულობა იყოს და ასე ვთქვათ, მათი აზრი იყოს გაზიარებული რა. დიდხანს არ გავჩერდები აქ არასამთავრობო ორგანიზაციები, პროექტების წერა უნდა ისწავლონ, ახალგაზრდული მუშაკი, რომელიც იქნება ამ ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, ვინც ახალგაზრდებთან იმუშავებს და იქნება მათთან კომუნიკაცია და იქნება შუამავალი სახელმწიფოსა და ამ ახალგაზრდულ ცენტრს შორის და ახალგაზრდებს შორის ეს პირობითად მოვნიშნე რა, ის ორი ადგილი, სადაც არის საუბარი, რომ მოხდეს პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. აქ არის სერვისები, რა შეიძლება აქ რამდენიმე თემატური ჯგუფი იქნება, კინოკლუბი, ბიბლიოთეკა,
კომპიუტერული ცენტრი, სპორტული კლუბი, საერთაშორისო პროექტების განყოფილება, აი ჩამოთვლილია და ეს თემა კიდევ ერთხელ გიმნორი დიდი ხანია მუშირებდა, როდესაც მე სამინისტროში მუშაობდი, ახალგაზრდულ დეპარტამენტს დაახლოებით 10-12 წლის წინათ იყო, მაშინ აქ უკვე გამოყოფილიც იყო ადგილები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ბიუჯეტიც იყო, მაგრამ ხან ერთ სამინისტროსთან შეგვაერთეს, მერე საერთოდ დაიშალა, მერე ცალკე სააგენტო გაშლა და ამ მიმართულებით არის უამრავი ფონდი, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს ახალგაზრდობის მიმართულებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ეს ცენტრები, რა თქმა უნდა, ესე უცებ არა, მაგრამ თანდათანობით პროექტის სახე მიეცემა რა. აქ არის უკვე შედეგებზე ჩამოთვლილია შედეგები და ნუ აქაც არაფერი ისეთი ახალი არ არის, განსაკუთრებული ეს ყველა თქვენთაგან მოიცით, უბრალოდ თავი არის რომ სახელმწიფოს მიღებული აქვს 20-30 ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია, სადაც ყველაფერი ეს რადგან მე ვისაუბრე და აი რაც აქ არის ბოლო შედეგებზე რო არის მოსავლის შედეგი, ყველაფერი ახსენდა, ყველაფერი წერია რომ ეს არის აუცილებელი ახალგაზრდობისათვის რომ ისინი დარჩენ რაიონებში, სოფელში და აქტიური მდგრადი განვითარებაზე იყოს ორიენტირებული ეს ყველაფერი. პარალელურად ეხლა ძალიან ასევე ეს არის თვითონ ეს მაკეტი რა თქმა უნდა მაშინდელია, ძველია და ეხლა სხვა აბსოლუტურად შეიძლება სხვა რაღაცა იყოს, იმიტომ რომ ეს ეხლა მის დაფინანსება აბსოლუტურად სხვა იყო და დღევანდელ დღეს შეიძლება აბსოლუტურად სხვა ბიუჯეტი იყოს, აქედან გამომდინარე ამაზე აღარ შევჩერდები და ერთ თემას დავამატებ კიდე, ამას ძალიან სწრაფად მოგაწვით ინფორმაციას, ტელევიზორს ჩავთავთ თუ არა, ყველა ახალი ამბები, ნიუსები იწყება, თუ რამდენი ნარკოტიკების გამსაღებელი დაიჭირეს, რამდენი ნარკოტიკი ამოიღეს და ყოველდღე არის ეს თემები, მაგრამ სამწუხაროდ გონია რომ თითქოს რაღაცა შეიძლება, სამწუხაროდ არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ პრევენცია და რისკ ფაქტორების თემა არ არის გათვალისწინებული და რატო გავაკეთე ამაზე აქცენტი, კვლევა ჩატარდა 19 წელს, სადაც მონაწილეობა მიიღო 4000-მა ადამიანმა, მოზარდმა ახალგაზრდა, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და კვლევა განხორციელდა 3 საუნივერსიტეტო ქალაქში, თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. აქ არის რისკ ფაქტორები და დამცავი მექანიზმი და ყველაფერი არის დეტალურად აღწერილი. აქედან გამომდინარე, თუ სახელმწიფო სურვილი აქვს, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას, იმიტომ რომ ყველა მიცით, მაგრამ წარმოუდგენლად ძალიან რთული სიტუაცია. ვერც დაიჯერებთ, ყოველი ბოლოს არის გამოშვება სკოლაში, ქუჩაში, სასწაული ხდება ამ მიმართულებით, მოწამლულია პრაქტიკულად ახალგაზრდობა და ის თემა, რაც ჩვენ გვაღოლებს, სულ რომ დალაგდეს ყველაფერი ამ თემას თუ არ მიეხედა, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნება. ამიტომ იმ პროექტში თუ რა თქმა უნდა თქვენ ჩაწვით საჭიროთ, რომ პრემიერ-მინისტრს რადგენა იქნება, მე ვფიქრობ, რომ ეს თემაც მნიშვნელოვანი იქნება, რომ პრევენცია და რისკ ფაქტორები გათვალისწინებული იქნეს. და აქედან გამომდინარე ამ მიმართულებით ეს რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო, მე აბსოლუტურად დამოუკიდებელ სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს დავეკონტაქტებ და ანიმაციები გადავიღეთ 20-25 წამიანი ანიმაციები და სკოლებში და სხვადასხვა შეხვედრებში მივიღეთ მონაწილეობა და რაც თავი სოციალური ქსელი შევქმნით, სადაც მოგწონს თუ არ მოგწონს ახალგაზრდების უმრავლესობა და არა მარტო ახალგაზრდები, უფროსებიც ამ მიჯაჭვულები არიან TikTok-ზე, Facebook-ზე და ამ სოციალურ ქსელებში ეს ანიმაციები გავუწევთ და საკმაოდ კარგი ამოხმაურება პოვა, უბრალოდ დაფინანსება რო არ არის და ეს ასე ვთქვათ ენთუზიაზმით გაკეთდა თითქმის უმრავლესი ანიმაცია შეჩერდა ეს და რა თქმა უნდა ამას გაგრძელება არ აქვს, მაგრამ მომავალში იმედია, იმიტომ რომ კარგი უკავშირი იყო ძალიან კარგი სკოლებიდან. თქვენ შეგიძლიათ ვინც დაგაინტერესებთ, დაგაინტერესებთ, უკეთესი მომავლისკენ ქართულად რო ჩაწეროთ Facebook-ზე, ამოაგდებს და ნახავთ ამ შეხვედრებს, ანიმაციებს, ასე შემდეგ. ეს იყო ძალიან სწრაფად და ძალიან მოკლედ ის თემა, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახალგაზრდობის გარეშე, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს წინსვლა სული იქნება. მადლობა ყურადღებისათვის. მადლობა ბატონ ლუგზარ, ძალიან საინტერესო პროექტი არის. ხა თქვენ იფო, აი ყველაზე მთავარი თავი ბოლოსთვის მოვიტოვე, ყველაზე მთავარი 45 წელი არ გვინახავს მე და გამოვიქეთ მიკროფონი ხოლმე? აფერი არის. 45 წელი არ გვინახავს, ბოლოს 45 წლის წინათ ვიყავით ერთად ალახაზეში
ყამირზე ვიყავით, ასე ვთქვათ, ეგრეთ მესამე შრომის წემეზე და ეხლა 45 წელი გავიდა და აგეთ გესნახე გელა და ძალიან ვიხარია. ყველაფერს თავიდანვებოთ, ეს უკვე დიდი სიხარულია. როგორ ახარ პატრიცემულო, მე დაგეკონტაქტე. ძალიან მიყვარხარ შენ, როგორი დანეთ ბატონო გელა. როგორ მოუგეთ, როგორი ხუთი. რამინდა ნუგზარიცი? მე ვიცი შენი შრომა და შენი ნიჭი, მინდა ერთი რამე გითხრა, რომ მაგ საკითხებზე დიდი ხანია მე მუშაობ, ხოლო უფრო განათლების მხარეო რაიონებში ჩვენ გავაკეთეთ სახელმწიფო დაფინანსებით არის პროგრამები, ეს მარინამ კარგად იცის ქურდაძემ ახლა მაძის და მინდა ერთი დამირეკე მე რა მეს და მე ხშირად ხვდები ახლა რა ვიცი მე რაბი კაკულიას ხვდები ხშირად ზაზა შიორიძეს ბუიღლიშვილს ზაზას შევხვდის ენგელიას ამასირად კიდე რა მინდა იცი რაღაცნაირად შევიკრიბოთ შემეხმიანე ან ტელეფონი მომწერე იმიტომ რომ ის ძველი ტელეფონი ჩემი სიძე არის გიორგაძე თორნიკე აი ორბით ყიბული როა იმის პრეზიდენტი ასაგებია, კი ბატონო, აუცილებლად მე მოვწერე უკვე რა, მაგრამ მოვწერე? ხო, კარგი, მესენჯერში. ასე იგი უკვე ბავშვობა გამახსენდა ბატონ ლევანს, დიდი მადლობა. უკვე ბავშვობა გამახსენდა ბატონ ლევანს, დიდი მადლობა. ეს სხვადასხვა ბატონი გურამის დამსახურებაა, რომ ესეთი კაი ხალხი კიდევ მოიზიდა და ჩართო და ბატონი ნუგზარი, ბატონი მამუკა და ასე რომ კაი ადამიანები გვემატებიან, მე მინდა მადლობა უთხრა ბატონ ნუგზარს. მე მერკელი გახდა კი იცი თქვენ. მერკელი გახდა კი იცი თქვენ. კი ბატონო. კარგი, ბატონ ნუგზარ, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო პროექტია, პირდაპირ გეტყვით, აი მთლიანად ჯდება იმ კონცეპტუალურ მიმართულებაში, რაზედაც ჩვენ მუშაობთ. იმიტომ რომ აი ხა მაგალითად ძალიან მარტივად რო განვიხილოთ, ავიღოთ იგივე სოფელი სამება, სადაც ჩასახლების პროექტი უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდული ცენტრის შექმნა იქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რა. ამიტომ აი ეს ცოტა მოდიფიცირება იქნებ გაუკეთოთ, აი თან არსებულ ვითარებასთან მიბმა გაუკეთოთ ბატონ ნუგზარ და აი ჩამონათვალი რო გაქვს, უფრო აი კონკრეტული რითი უნდა იყოს დაკავებული ეს ცენტრი და იქ გიწერიათ, მაგრამ შეიძლება ეგეთი რამე დავამატოთ კიდევ, მაგალითად იგივე სამხედრო რეკრუტირება ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ სამხედრო მომზადება და იქ იგივე რეკლამირება და мотиваციის შექმნა, რომ სამხედრო სამსახურში ახალგაზრდების წასვლისა, აი ეგეთი შეიძლება დაემატოს და მე კიდევ ვიტყოდი, რომ შეიძლება AI ინჟინერინგიც დავამატოთ, რომელიც დღეს ფაქტიურად არსად ახლა დიდად არ არის სკოლებში გამოყენებული და ახალგაზრდებს ამის მიცემა ძალიან წაადგებათ. ეხლა ჩინეთში უკვე პირველი კლასიდან სწავლობენ მაგას ჩვენთან ჯერ არ დაწყებულა. ასე რომ რაღაც ახალი ტექნოლოგიური ასპექტების რო დავამატოთ და მივაბად ჩვენ იმას, აი ერთ-ერთ ჩამონათვალში რო ვიძახით, თქვათ იგივე, აი ხა არხოჩი რო არის ლაპარაკი რო სამხედრო ცენტრი უნდა იყოს იქა, ახალგაზრდული ცენტრი თავისთავად, ხომ? ანუ აი მცირე ახალგაზრდული ცენტრები, ზოგან ცოტა რო არის ხალხი, იმათაც რო კონდეთ ესეთი საშუალება და სადაც უფრო მეტია, უფრო გაფართოებული ხასიათის რა. და ამაში ჩაჯდება სწორედ იგივე ის პროპაგანდა ანტინარკოტიკული და ის უფრო ცნობიერების გაღრმავება ალკოჰოლისა და სიგარეტისა თუ ნარკოტიკების მოხმარების ძალიან ცუდ მხარეზე და უარყოფით შედეგებზე. მხარდასაჭერია და ეს გამოვაცხადოთ ჩვენს ერთ-ერთ ნაწილად ახალგაზრდული ცენტრები. დავამატებ პატრიცემულო აბსოლუტურად მართალია ზუსტად ეგ არაფორმალური განათლება მოიცავს ყველაფერს რაც თქვენ ისაუბრეთ და შეიძლება იქ დავამატოს ნებისმიერი თემა და ნებისმიერი მიმართულება. ეს მიმართულება ვაქციოთ ჩვენს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად. ჩვენ შემადგენელ ნაწილად ვაქციოთ ეს ახალგაზრდული ცენტრების შექმნა. დიდი მადლობა ბატონო ნუგზარ. ხა ბატონ გურამ ჩაჩანიძეს მინდა სიტყვა გადავცეთ, ჩვენ უკვე ერთი მერამდენე 3 კონფერენცია ვიძახით, მასალები ყველაფერი უნდა გადავცეთ ბატონ გურამს, მე შევასრულე სიტყვა და ბოლოს გადავეცი მასალების ხვებას, მე მგონი ქალბატონმა თეამაც გადასცა და რა მდგომარეობაში ვარ და რა გვაკლია ბატონ გურამ რომ შევავსოთ. აი ახლა სხვათა შორის იქ აქვს თქვენ საბიუჯეტო ნაწილი და გოჩასაც უთხრათ სოფურაშვილს რომ კიდევ დამატებითი ალბათ თქვენ უნდა მოგაწოდოთ. კიდე რაც კიდევ დაგჭირდებათ რა. ბატონ გურამ გისმენთ. ყველაფერს გეტყვით ბატონ ლევან. სიტუაცია რთულია ძალიან. და რატო? მე ყველას გირიგეთ მაშინ და
ბატონო თორნიკებაც გააუცელა, მე ყველას გაუზანა რომ აი ეს ჩვენ რაც ვაკეთებთ, არის ერთი სრული პროექტი, რომელიც შედგება ქვეპროექტების. ქვეპროექტს სჭირდება 6 ნაწილი თავში, ეს არის რეზიუმე, აქტუალურობა და დასაბუთება პროექტის მიზანი, პროექტის ამოცანები, სამიზნე ჯგუფები და მოსალოდნელი შედეგი. ეხლა რაშია საქმე? ეს ყველა პროექტს სათითაოდ უნდა კონდეს და მერე უკვე მთლიანობაში რომ შეიკრება ერთი პროექტი პროექტების სახით, იმ ერთ პროექტს მე გავუკეთებ ამას ყველაფერს, სადაც ასახული იქნება თქვენს. ეხლა რა მოხდა? თქვენ გამოვაგზავნეთ საკმაოდ კვალიფიციურად გამოგზავნილი 12 ფაილია გამოგზავნილი და მიუხედავად იმისა, რომ ესენი იქ არ არის, ყოველ შემთხვევაში ყველაფერი არის, რომ ძალიან ადვილად გაკეთდეს ეს, რაც მე გამოვთვალე და არ შეგახსოვთ ამას უცბად გავაკეთებ. ხო, ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ, წარმატებებს გისურვებთ, მადლობა რომ თქვენ ამ აქტიურად ხართ ჩაბმული, ყველას ჩვენი დატვირთვა გაქვს და მივყვეთ ამას, ასე რომ დიდი საქმეები წინ გველის.